Საღამოშვიდობისა ყოველ კვირას 20-სა და 30 წუთზე ტელეკომპანია GDS-ი წარმოგიდგენს საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუს კვირის 20-30. მე არჩილ გამზარდია ვარ. ვეტერანების დაფასება ყველა ცივილური სახელმწიფოსათვის ღირსების თემაა, თუმცა საქართველოში წლების მანძილზე ვეტერანების დისკრედიტაცია და მათზე ზეწოლა მიმდინარეობდა. წინა ხელისუფლებამ მათ მიმართ შერჩევითი პოლიტიკის წარმოება დაიწყო. არასასრულ ნაწილს დევნიდნენ და ურბევდნენ აქციებს. როგორია ვეტერანების მიმართ დღევანდელი სახელმწიფო სექტორის დამოკიდებულება, რა ვითარება მათი სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ხდება თუ არა ვეტერანთა რეინტეგრაცია და როგორია ხელისუფლების პოლიტიკა ვეტერანებთან მიმართებაში, ამის შესახებ გადაცემის მესამე ნაწილში ვისაუბრებთ. 31 მაისი პოლიციის დღეა. პოლიცია წლების განმავლობაში ასოცირდებოდა ძალადობის სიმბოლოდ, რაც სამწუხაროდ წინა ხელისუფლების დროინდელი საპოლიციო რეფორმების მიუხედავად შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა. მეტიც, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ხშირად საუბრობდნენ საპოლიციო სახელმწიფოს შესახებ. პოლიციის მხრიდან მოქალაქეების მიმართ უკანონო და უსამართლო ძალადობის შესახებ. წინა ხელისუფლების დროინდელი პოლიტიკის გამო საპოლიციო სტრუქტურების დისკრედიტაციაც მოხდა და საზოგადოებამ პოლიცია ძალადობის სიმბოლოდ აღიქვა. როგორი გახდა პოლიცია ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რა შეიცვალა მათი ლიბერალიზაციის შემდგომ, რამდენად გახდა პოლიცია მოქალაქეების დამცველი და მოხერხდა თუ არა პოლიციის იმიჯის რეაბილიტაცია, როგორ შეხვდა ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტრო ქართული პოლიციის დღეს, ამის შესახებ გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ. გადაცემის პირველ ნაწილში კი ჩვენ ტრადიციულად კვირის მნიშვნელოვან თემებს განვიხილავთ. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით საქართველოში უმუშევრობის დონე გასულ წელს წინა წელთან შედარებით 2.2%-ით შემცირდა. თემაზე 20-30-ის წევრი ეკა სილაგაძე მუშაობდა. მოგესალმებით ეკა, საქსტატის მიერ გამოცხადებული უმუშევრობის დონის შემცირება პოზიტიური მაჩვენებელია. რამდენად სანდოა ეს მონაცემები? მოგესალმებით, რა თქმა უნდა. აღნიშნული მონაცემები გასულ წელს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შედეგს ასახავს. მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტები მძიმე საინფორმაციო ფონს ქმნიან, თითქოს და უმუშევრობა მიმატა, ეკონომიკა ინგრევა, მონაცემები კი ცხადყოფს, რომ 2014 წელს უმუშევრების დონე ნამდვილად შემცირებულია და ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია ბოლო 11 წლის მანძილზე. რაც შეეხება შეფასების სანდოობას, აღნიშნული გაანგარიშება ხდება დადგენილი წესით. სტატისტიკის ეროვნული სააგენტო უმუშევრობის დონეს სწორედ იგივე მეთოდებით ადგენდა წინა ხელისუფლებების პირობებში, როგორც დღეს. მონაცემებით კი გაირკვა, რომ უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა უკვე 2009 წელს სამწუხაროდ და 6.9% შეადგინა. ეკა, უფრო კონკრეტულად რამ გამოიწვია უმუშევრობის კლება? მოგახსენებთ ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნების მიხედვით, უმუშევრობის კლება არის შედეგი მთავრობის მიერ სწორად გატარებული ბიზნესის მხარდამჭერი ეკონომიკური პოლიტიკისა, რომელიც უზრუნველყოფს წარმოების განვითარებას და რასაც თავისთავად მოსდევს დასაქმების ზრდა. რაც შეეხება ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას, სავალუტო ფონდის მისია ამის მიზეზად არჩევნების შემდგომ გარდამავალ პერიოდს, პოლიტიკურ გაურკვევლობას, მეზობელი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებასაც ასახელებს. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ მთავრობა ატარებს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, როგორიცაა თავისუფალი ბიზნეს გარემოს შექმნა, რეგიონის პოტენციალის შესწავლა, სოფლის მეურნეობაში მიმდინარე რეფორმები, რაც თავისთავად გაზრდის ინვესტიციებს და შექმნის სამუშაო ადგილებს და უმუშევრობა კიდევ უფრო შემცირდება. ასევე, მთავრობამ უნდა იზრუნოს ისეთი რეფორმების გატარებაზე, რომელიც მუშახელს ადეკვატურ განათლებას მისცემს, ამისთვის კი საჭიროა მათი გადამზადება, რომ მუშახელის კვალიფიკაცია ბაზრის მოთხოვნებს შეესაბამებოდეს. დიდი მადლობა შეგახსენებთ. საუბრობდა ეკა სილაგაძე 20-30-ის წევრი. ქართული ოცნების კოალიციის ორწლიანი მმართველობის პერიოდში საჯარო და კერძო სფერო უფრო თავისუფალი და პლურალისტური იყო, ვიდრე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წლებში ნათქვამი ანგარიში, რომელიც 15-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ წარადგინა. დეტალებით 20-30-ის წევრი მაკა დარსაველიძე ჩაგვერთვება. მაკა, უფრო კონკრეტულად რა სფეროებს ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნა და როგორია მათი შეფასება? საღამომშვიდობისა, მთლიანობაში ანგარიში ხელისუფლების ორწლიანი მმართველობა დადებითად არის შეფასებული. მოცემულია მიღწეული პროგრესი, გამოწვევები და რეკომენდაციები. შეფასება საჯარო პოლიტიკის 20-ზე მეტ სფეროს ეხება. სახელმწიფო მართვის სისტემა და ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთობა, სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა, მართლმსაჯულება, საარჩევნო რეფორმა, ადგილობრივი თვითმმართველობა, ადამიანის უფლებები და თანასწორობა, ასევე ეკონომიკა და საინვესტიციო გარემო, საგარეო პოლიტიკა, გარემოს დაცვა და ენერგეტიკა, ღია მმართველობა, მედია, მიგრაცია და კულტურული მემკვიდრეობა. ეს სფეროებია, სადაც წინსვლა რეალურად შესამჩნევია. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ თითოეულ სფეროს კვლევაზე შესაბამისი სპეციალიზაციის მქონე ორგანიზაციებმა იმუშავეს, რომლებიც წლებია აკვირდებიან ამ სექტორებში მიმდინარე პროცესებს. მაკა, ეს პროგრესი, რომელსაც ამდენი ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევა ადასტურებს, როგორ აისახება ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაზე?
არჩი ხელისუფლებამ რომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, ის რომ დღეს ბევრად ჯანსაღი დემოკრატიული გარემო გვაქვს, აშკარაა. მედიის სასამართლოს ჯანდაცვის, ასევე სასჯელ აღსრულების სისტემის მთლიანად გარდაქმნა და გაუმჯობესებაც სახეზეა და ცხადია რომ ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა ასახულიყო ანგარიში. თუმცა რჩება უზარმაზარი გამოწვევები, ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ. მთავარია რომ ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის საერთო მიზანი იყოს ქვეყნის წინსვლა და განვითარება. პრობლემების სწორად დანახვა და მათ მოსაგვარებლად გზების ძიება, რათა ქვეყანამ ასევე ქვეყანამ და საზოგადოებამ სარგებელი ნახოს. ჩვენ ავირჩიეთ სწორედ დემოკრატიის გზა და ესაა ჩვენი ევროპული არჩევანი. დიდი მადლობა, შეგახსენებთ, საუბრობდა 2030-ის წევრი მაკა დარსაველიძე. რამდენიმე დღის წინ მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა ორი საფინანსო ხელშეკრულება, რომლებიც ითვალისწინებს ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის მიერ 120 მილიონი ამერიკული დოლარის გამოყოფას ამ თემაზე 2030-ის წევრი ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრების სპეციალისტი გიორგი ეზოგბაია გვესაუბრება. გიორგი, უფრო კონკრეტულად რა შეიძლება გითხრა ამ ხელშეკრულების შესახებ? მოგესალმებით. ხელშეკრულება ითვალისწინებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის მიერ 120 მილიონი ამერიკული დოლარის გამოყოფას, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის პროგრამული განვითარების და აგრეთვე ქვეყანაში ინკლუზიური ზრდის პროგრამული განვითარების პოლიტიკის ხელშეწყობისთვის. მიღებული თანხით საქართველოში საჭირო და მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდება. შეიქმნება ინვესტორთა საბჭო, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის აქტიურ თანამშრომლობას. მომზადება ჩარჩო კანონმდებლობა მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებისთვის, რაც გაზრდის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას ამ ტიპის ბიზნესისათვის. დაიხვეწება კანონმდებლობა დეპოზიტების დაზღვევის და კაპიტალის ბაზრის შესახებ. გაუმჯობესდება და ევროპულ მოდელს მოერგება კანონმდებლობა სტანდარტიზაციისა და აკრედიტაციის სფეროში. გიორგი, როდის დაიწყება თანხის ათვისება და კიდევ რა რეფორმები დაფინანსდება ამ ხელშეკრულების ფარგლებში? არჩილ ორივე მიმართულებით ღონისძიებების განხორციელება უკვე დაწყებულია. შესაბამისად, ეს თანხები მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. დაფინანსდება საჯარო და კერძო სექტორის მიმდინარე ეკონომიკური, საჯარო ფინანსების მართვის, აგრეთვე ჯანდაცვის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების, შესყიდვების სისტემის სრულყოფის რეფორმები. აგრეთვე გათვალისწინებულია ქვეყნის ინკლუზიური ზრდის პროგრამული განვითარების პოლიტიკის ხელშეწყობა, რომლის მიზანია სახელმწიფო დაწესებულებების ფისკალური კონტროლის გაძლიერება, ბიუჯეტის დაგეგმვის და სამოქალაქო სერვისების სისტემის რეფორმების გაუმჯობესება, სოციალური ხარჯების ეფექტურობის უზრუნველყოფა, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, საფინანსო სექტორის განვითარება და ექსპორტის შესაძლებლობების ზრდა, რათა საქართველოში დაინერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები და შეიქმნას ახალი საწარმოები, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ბიზნეს სექტორის გაძლიერებას და დასაქმებას. ორივე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრიორიტეტები თანხმედრაშია მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის 2014-2017 წლების სტრატეგიასთან და შეესაბამება მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას საქართველოს 2020. დიდი მადლობა, შეგახსენებთ, საუბრობდა 2030-ის წევრი გიორგი ეზოგბაია. საქართველოში საარჩევნო სისტემაზე უკვე დიდი ხანია დაობენ. ამ დისკურსის გაგრძელება საკონსტიტუციო სასამართლოს 28 მაისის გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ადგენდა ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების განსაზღვრის წესს. დეტალებზე 2030 კონსულტანტი სამართლებრივ საკითხებში სოფო კილაძე გვესაუბრება. მოგესალმებით სოფო, როგორ შეიძლება შეფასდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და რა გავლენას მოახდენს ის საქართველოს საარჩევნო სისტემაზე? მოგესალმებით. სადავო ნორმების თანახმად საპარლამენტო არჩევნებისათვის თითოეული მუნიციპალიტეტი თბილისის გარდა წარმოადგენდა ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქს, ხოლო თბილისში იქმნებოდა 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. მოსარჩელეების მოსაზრებით მაჟორიტარულ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმები არ იყო თანაბარი ძალის მქონე. მაგალითად, საბურთალო საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული 128,555 ამომრჩეველი და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული მხოლოდ 5,810 ამომრჩეველი და ერთ დეპუტატს. ამდენად ყაზბეგის ამომრჩევლის ხმა 22-ჯერ უფრო წონადი იყო, ვიდრე საბურთალოს საარჩევნო ოლქის ამომრჩევლის ხმა. სასამართლომ დაადგინა, რომ ხმათა ასეთი უთანასწორობა არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება ერთი მხრივ კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას, ხოლო მეორე მხრივ საარჩევნო უფლებას. სასამართლოს გადაწყვეტილებით მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ამომრჩევლების რაოდენობა. ეს გადაწყვეტილება დემოკრატიის განვითარებისა
მიღებისათვის მნიშვნელოვანი არის. საარჩევნო ოლქების ფორმირება ამ მორჩევლების ხმათა რაოდენობის გათვალისწინებით მინიმუმამდე დაიყვანს ხმათა უთანასწორობას. შესაბამისად, ემსახურება საარჩევნო სისტემის უფრო მეტ დემოკრატიზაციას. რაც შეეხება შეკითხვის მეორე ნაწილს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოქმედი ნორმა გამოცხადდა ძალადაკარგულად. შესაბამისად, არჩევნებისათვის აუცილებელია პარლამენტმა მიიღოს ახალი ნორმა. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალადაკარგული ნორმების საფუძველზე ჩატარებული არჩევნები იქნება არაკონსტიტუციური. დიდი მადლობა, შეგახსენებთ, საუბრობდა 2030-ის წევრი სოფო კილაძე. თბილისში 27 მაისს ქართული დიასპორის დღე აღინიშნა. მასში მონაწილეობა ქვეყნის პირველმა პირებმა და საზღვარგარეთ მოქმედმა დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა. ფორუმის ფარგლებში თბილისში 2 დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა. საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილების ქვეყანაში დანერგვა. სამშობლოდან წასული მოქალაქეების დაბრუნების მოტივაციის გზები. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რაზეც დიასპორის დღისადმი მიცვლელ ღონისძიებაზე ქვეყნის პირველმა პირებმა ისაუბრეს. ფორუმში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დიასპორული ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. დემოგრაფიული მდგომარეობა და ეკონომიკური პრობლემები. ეს საკითხები კი პრემიერ-მინისტრის ყურადღების ცენტრში მოხვდა. საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში, 25 წლის განმავლობაში დატრიალებულმა მოვლენებმა განაპირობა ბევრი მოქალაქის, თანამოქალაქის წასვლა მათი ოჯახებით საზღვარგარეთ და სამწუხაროდ ჩვენ და საუბედუროდ მე ვიტყოდი, მათი დიდი ნაწილი არ დაბრუნდა დღეს საქართველოში. ჩვენ ყოველთვის ვეძიებდით და დღესაც ვეძებთ იმ თავარ мотивაციას, რამაც უნდა განაპირობოს ჩვენი თანამოქალაქეების, თანამემამულეების დაბრუნება საქართველოში. დიასპორის დღისადმი მიზღვნილ ღონისძიებას მინისტრები საკუთარი სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ. მათ ფორუმის მთავარ მნიშვნელობად სოფლიოში გაბანდული ინტელექტუალური რესურსების საქართველოში თავმოყრა დაასახელეს. არაერთი შეხვედრა მქონია ჩემი საზღვარგარეთ ვიზიტების დროს იმ ადამიანებთან, ვინც ჩვენ ხელოვნებას და კულტურას წარმოადგენს საზღვარგარეთ, მე ვფიქრობ, რომ პოტენციალი ძალიან დიდი დევს ჩვენს დიასპორაში. ჩვენ გვექნება საშუალება, რომ კიდევ კარგად ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა შეგვიძლია ჩვენ დავაკეთოთ ქართული დიასპორების ხელშესაწყობად, უკეთესი კონტაქტების დასამყარებლად და ზოგადად ეს ნაწილი, ასე ვთქვათ, ნამდვილად წარმოადგენს სტრატეგიულ ნაწილს საქართველოსთვის. გახსნითი ცერემონიის შემდეგ კი ფორუმი 7 სამუშაო ჯგუფად დაიყო, სადაც სამშობლოში ჩამოსულმა სპეციალისტებმა საქართველოში მოღვაწე კოლეგებთან ერთად საკუთარი დარგის განვითარების გზებზე იმსჯელეს. სამუშაო სექციებში მიმდინარეობს მუშაობა, ძალიან საინტერესო ასთა ურთიერთგაცვლა, ლოზუნგის გაუზიარე გამოცდილება სამშობლო ქვეშ. საქართველოს საზღვრებს მიღმა მოღვაწე მხატვრებმა საკუთარი ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს. ემიგრანტებმა თავიანთი შემოქმედება ქართულ დამთვალიერებელს წარუდგინეს. ღონისძიების დასასრულს დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. დიასპორის მინისტრმა მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. დიასპორის დღეები გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს საქართველოში 2008 წლიდან აღინიშნება. წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის მონაწილეებს. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ქალბატონი მანანა კობახიძე, დიასპორის საკითხების სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი, ფორუმის ერთ-ერთი მოდერატორი ქალბატონი თამარ გამილაღდიშვილი და საზოგადოება 2030-ის წევრი, ევროპაცოდნე სოუტნე ზურაბიანი. მოგესალმებით. ქალბატონო თამარ, პირველი შეკითხვა თქვენ მინდა დაგისვათ, რას მოიცავდა დიასპორის დღე და რა აქტივობები განხორციელდა ამ 2 დღის განმავლობაში? მოგესალმებით. პირველი სტუმრობაა ჩემი თქვენს გადაცემაში და ძალიან მიხარია, ჩემთვის დიდი პატივია, ასევე ჩვენი აპარატისთვის. ჩვენთვისაც 27 მაისი არ არის შემთხვევით შერჩეული, თქვენ კარგად მოგეხსენებათ თარიღი, ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის გამოძახილი. აღინიშნება, პირველად აღინიშნა 2007 წელს, ხოლო ჩვენი აპარატი შეიქმნა 2008 წლის 1 თებერვალს. რა თქმა უნდა, ყველაზე მცირე გზა ამ აპარატმა გაიარა ინსტიტუციონალური თვალსაზრისით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ ვრცელი დიასპორისთვის. არის ასეთი მოსაზრებები, რომ არ უნდა აღინიშნებოდეს დიასპორის დღე რამდენადაც ეს არის ჩვენი ერის ტრაგედია, მე არ მიმაჩნია ასე და ჩემი აზრი ალბათ არის უფრო მრავალრიცხოვანი ჩვენი მოსახლეობის აზრი. ეს არის საქართველოს რეალობა, ეს არის ჩვენი გლობალური თანამედროვე ცივილიზაციის შემადგენელი ნაწილი. მიგრაციული პროცესები არ არის ახალი, ისევე როგორც გლობალიზაცია და ჩვენც ვართ ამ სამყაროს სრულუფლებიანი წევრები. დიასპორის დღის აღნიშვნა არ იყო ჩვენთვის
თვითმიზანი, ჩვენთვის თვითმიზანი უფრო იყო ჩვენი წარმატებული ქართველების ჩამოყვანა საქართველოში და მათთვის მასპინძელი წარმატებული ქართველების დახვედრება, თუ უფლებას მომცემთ ასე განსაზღვრავ. ჩამოვიდა 100-მდე ჩვენი თანამემამულე, რომლებსაც აქვთ ძალიან დიდი მიღწევები ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეგრეთ წოდებული დსთ-ს ქვეყნებში. ისინი არიან არა მარტო წარმატებული, არამედ გულანთებული ქართველები. რამდენიმე სექცია სიუჟეტში აღნიშნეს უკვე სამუშაო სექცია იყო, რომელიც ფორუმზე მუშაობდა და შემთხვევით არ იყო ჩვენი მინისტრის ბატონი გელა დუმბაძის ინიციატივა, რომ ამ ფორუმს დარქმეოდა გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს, რადგან ჩვენ საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველები მათ ნაწილს მეც შევადგენდი 17 წლის განმავლობაში ესპანეთში ვცხოვრობდი. მინდა აქვე გითხრათ მეგობრებო, რომ არა ჩემინებით, თუმცა ეს გამოცდილება, რაც მე ესპანეთში მივიღე, კერძოდ ბასკეთში და ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ეს იყო ჩემთვის ჩემი სიმდიდრის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, როგორც პიროვნების. მას გულისხმობდა, რომ ადამიანები, რომლებიც არიან ჩვენ თანამემამულეები და წასულები არიან და ადამიანები, რომლებიც აქ ვართ, ეს მუდმივ ერთ-ერთი მოლოდინი ყოფილიყო. ჩვენი აპარატი ხომ სინამდვილეში ახლა უკვე ამ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში იქცა ნამდვილ ხიდად დიასპორასა და სახელმწიფოს შორის. მანამდე იყო მცდელობები, ვერ დავაბრალებ ვერავის, ვერც პირველ მინისტრს მით უმეტეს, რომ არ იყო ამის მცდელობა, მაგრამ სამწუხაროდ ეს მცდელობები წარუმატებელი იყო გარკვეულწილად. რაც შეეხება სამუშაო ჯგუფებს. სამუშაო ჯგუფები იყო 7. ჩვენ რა თქმა უნდა გვინდოდა უფრო მეტი, მაგრამ პირველი ფორუმისათვის მე მგონი საკმარისი და საკმარისზე მეტიც გამოცდილება, მე მინდა აღფრთოვანება ჩემი გადმოგცეთ და ასევე ჩვენი სამინისტროსი, რომ არის საკმაოდ ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე. ეს 3 დღე ჩვენთვის იყო ზეიმი. ეს 3 დღე ჩვენთვის იყო ასევე ნოსტალგიური და ემოციური გრძნობების გადათარგმნა, როგორც ევროპელები იტყვიან, საქმიან ურთიერთობებში. ბატონ ცოტნე, ქალბატონი თამარი საუბრობდა და წეღანაც ლაპარაკობდა სწორედ იმაზე, რომ გამოცდილება როგორ შეიძლება გავზიარონ ადგილობრივმა თანამემამულეებმა, წასულ თანამემამულეებს და პირიქით, თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად ახერხებს ჩვენი სახელმწიფო აი ამ ადამიანური რესურსების მოზიდვას, ჩართვას და აი ამ გამოცდილების მიღებას ჩვენი ქვეყნისათვის სასიკეთო საქმეებში, იმიტომ რომ მიზანი სამშობლოს წინსვლისათვის ორივე მხარეს ერთია გვაქვს. მინდა გითხრათ, რომ დიასპორასთან ურთიერთობა ყველა მთავრობის ინტერესის სფეროს წარმოადგენს, მაგრამ პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს პროცესი მოკლებული იყო სახელმწიფოებრივ მიდგომას, უნდა ვაღიაროთ ეს და უფრო კონკრეტული პოლიტიკური დივიდენდების მიღებაზე იყო ორიენტირებული. დღეს რაცაც ხედავ, რასაც აღვიქვამ, არის ის, რომ სახელმწიფომ უარი თქვა ამ პოლიტიკაზე, არ გამოდიან თქვათ ვიწრო პარტიული პოლიტიკური ინტერესიდან, რამაც თავის დროზე ზიანი მოუტანა დიასპორას, მაგრამ ამავდროულად ჩდება უკვე საჭიროება არსებობისა კონკრეტული სამოქმედო გეგმის, ადეკვატური თანმიმდევრული პოლიტიკის, რომელიც ძალიან მჭიდროდ აგვაკავშირებს დიასპორასთან და ამავდროულად იმუშავებს აი ამ ურთიერთობების განვითარებაზე და გაღრმავებაზე. მე ვეთანხმები თქვათ გამოსვლელებს და ზოგადადაც ესე არის, რომ ძალიან ბევრი მაღალი კვალიფიკაციის მქონე ქართველი ცხოვრობს უცხოეთში და ამ ადამიანური რესურსის ჩართულობა და გამოყენება ჩვენი ქვეყნის სასიკეთო საქმეში არის უმნიშვნელოვანესი. ამ მიმართულებით და ამ პრინციპით ძალიან ბევრი ადამიანი დაინიშნა კიდეც, მაგრამ კიდევ ერთხელ გამეორდები და ვიტყვი, რომ უნდა შემუშავდეს კონკრეტული მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს ერთის მხრივ ჭიდრო კომუნიკაციას დიასპორასთან, კულტურული იდენტობის შენარჩუნების და ჩვენი კულტურის პოპულარიზაციის მიზნით და მეორე მხრივ დანერგოს პრაქტიკა, რომელიც მათთან ერთად, მათი თანამონაწილეობით ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღის მშენებლობის შესაძლებლობას მოგვანიჭებს. მადლობა ბატონო ცოტნე, ქალბატონი მანდანაი ბატონი ცოტნე საუბრობდა, რომ არ ხდება დიასპორებთან ურთიერთობა ვიწრო პარტიული ინტერესების კუთხით და მე თავისთავად დავინტერესდი, როგორი იყო ამ ურთიერთობების გამოცდილება წლების განმავლობაში, თქვა წინა ხელისუფლების დროს. არსებობს მოსაზრება, რომ სწორედაც წინა ხელისუფლება დიასპორას გარკვეული პოლიტიკის ინსტრუმენტად იყენებდა. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორი იყო ჩვენ დიასპორებთან გამოცდილება წლების მანძილზე?
მოგესალმებით, ბატონო არჩილ, მივესალმებით ტელემაყურებლებს. მეც პირველად ვარ თქვენ სტუდიაში და მინდა წარმატებები გისურვოთ. ვფიქრობ ძალიან საინტერესო გადაცემა გაქვთ და შესაძლებლობას აძლევთ ადამიანებს, რომ აქ მობრძანდნენ, თავისი ხედვები გაგაცნონ და ვფიქრობ, გარკვეული, ასე ვთქვათ, პოზიტივის მოტანა შეუძლია ნამდვილად ასეთ გადაცემებს ზოგადად ჩვენს მედიაში. რაც შეეხება საკითხს, პირველ რიგში ვიტყვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა და მე ვწუხვა, რომ ვერ მოვახერხე ამ ღონისძიებაზე დასწრება, იმიტომ რომ იყო საპარლამენტო, ასე ვთქვათ, კვირა და შესაბამისად ძალიან, ვთქვათ, რთული იყო პარალელურ რეჟიმში მუშაობა. რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლების ზოგადად როლი, სახელმწიფოს როლი იმ საქმეში, რასაც ქვია დიასპორასა და სამშობლოსთან ურთიერთობა. ეს არის არ ვიცი, ალბათ ვალდებულება ნებისმიერი ხელისუფლების, რომ აღადგინოს ის ბმა, ის კავშირები, რაც შეიძლება ადამიანებსა და სახელმწიფოს შორის. კი ბატონო, ესეც მინდოდა მე თქვა, ორმხრივია ეს პასუხისმგებლობები, ორმხრივია და სამშობლოსთვის შენც უნდა დაიხარჯო. და მხოლოდ მოთხოვნის რეჟიმში არ უნდა იყო, ჩვენ ზოგჯერ გვავიწყდება ხოლმე ეს პრინციპი, ხო, რომ ჩვენ რას ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ თავად ამ, ესე ვთქვათ, უწყების როლი შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა და გამოიკვეთა. ვიტყოდი, რომ დიახ 2012 წლის არჩევნების შემდეგ, იმიტომ რომ აი თქვენ რაც ბრძანეთ, გარკვეულწილად ერთი პოლიტიკური პარტიის, ერთი პოლიტიკური ჯგუფის, პოლიტიკური ძალის მიზნებისთვის მსახურება კი არ არის მნიშვნელოვანი, რაც იყო და შეიმჩნეოდა და უფრო მეტიც გეტყვით, რომ დიასპორებს კი არა თვითონ საელჩოებს სამწუხაროდ იყენებდნენ კონკრეტული პოლიტიკური, ასე ვთქვათ, მიზნის მისაღწევად, კონკრეტული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, ხო? ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ნუ მოდით იქნებ საერთოდ არ ვახსენოთ ის წლები და დავანებოთ თავი იმ პოლიტიკურ ძალაზე საუბარს, ან რას აფუჭებდნენ, ან რას ვერ აკეთებდნენ, ან რას აკეთებდნენ. გამოცდილებას ვიღებთ, რაც ამათ მოწყებას აქვს, ამიტომ ვერ ავწდებით თავისთავად. აი, ამას ამბობ, რამდენად საჭიროა ხოლმე ეს შედარებები და იქნებ ჩვენ უფრო მეტად ვაცოცხლებთ თქო ამ პოლიტიკურ ძალას, ოდესაც მუდმივად ვახსენებთ მათ. ესეთი მიდგომაც არის. მაგრამ იმისთვის, რომ დაინახო რა ხდება და რა კეთდება, ალბათ ეს შედარება აუცილებელია ხოლმე და საზოგადოებასთან გვიწევს ისე და ისე საუბარი იმაზე, როგორი იყო წინა პერიოდში მიდგომები. არ იყო კარგი. იყო პოლიტიზირებული და იმ ადამიანებს წინა საარჩევნოდ იყენებდნენ სამწუხაროდ, ზუსტად იმისთვის, რომ მieყვანათ საარჩევნო უბნებამდე და კონკრეტული პოლიტიკური ძალისთვის მიეცათ ხმა მათ და აი მხოლოდ მაშინ ახსენდებოდათ. მე მქონდა ასეთი განცდა, რომ მაშინ ახსენდებოდათ ეს ადამიანები, მათი პრობლემები რეალურად არავის აინტერესებდა და ეს გამოჩნდა ძალიან კარგად, როდესაც 2012 წლის არჩევნებამდე უცხოეთში ჩვენ მოგვიწია სწორედ ჩვენი, ასე ვთქვათ, მხარდამჭერების, ქართული ოცნების წევრების, საზოგადო მოღვაწეების გაგზავნა, მივლინება სწორედ იმისთვის, რომ ისინი შეხვედროდნენ კონკრეტულ ადამიანებს თავისი პრობლემებით და აი მათ ჩამოქონდათ საოცარი ინფორმაცია, ძალიან ამაღელვებელი უფრო სწორად, რომ როგორი იმედით უყურებდნენ ისინი ახალი პოლიტიკური ძალის მოსვლას. მე მინდა რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ აი ეს მოლოდინი, აი ეს იმედები, ის ოპტიმიზმი, რაც მათში ჩაიდო და გამოჩნდა სწორედ საარჩევნოდ, ჩვენ ეს გავამართლოთ. რა თქმა უნდა, გამოწვევები არის ძალიან სერიოზული, ყველაფერი მაინც მიდის ეკონომიკამდე, მაინც მიდის ბიუჯეტამდე, მაგრამ აუცილებლად უნდა გაჩნდეს უფრო მიმზიდველი გარემო ამ ქვეყანაში, იცით რისთვის, რომ მათ შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება სამშობლოში. სახელმწიფო სექტორი დღეს ამაზე ცოტა მოგვიანებით მინდა რომ ვისაუბროთ. ქალბატონ თამარ, ქალბატონ მანამაც ბრძანა, რომ პოლიტიკური პრომოუშენისთვისაც შეიძლება ითქვას იყენებდნენ წინა ხელისუფლების დროს. მე მახსენდება ასევე მიდგომა, რომლის თანახმადაც ეს ადამიანები გარკვეულად აღქმულიყო თითქოს როგორც ფინანსური რეზერვი, რათა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასაც ესარგებლა ამით და თითქოს ისინი იყვნენ, ასე ვთქვათ, ფინანსური ინტერესით წარმოდგენილები წინა ხელისუფლებისათვის. თუ იყო ეს ყველაფერი ამგვარად და დღეს თუ არის სიტუაცია შეცვლილი, თუ უყურებენ ამ ადამიანებს არა როგორც გამომყენებლობითი თვალსაზრისით, არამედ როგორც თანამშრომლობითი კუთხით.
ბატონო არჩილ, ეს შეცდომა, რაც ამ აპარატში იყო დაშვებული, როდესაც ის შეიქმნა 2008 წელს, მცდელობა ამის გამოსწორების იყო, ვერ ვიტყვით, რომ არ იყო წინა ხელისუფლების დროსაც, ცალკეული თანამშრომლების მიერ. ამის გამო შეცვლილი იქნა პირველი აპარატი და თითქმის სრულიად ახალი შემადგენლობით მოვიდა შემდეგი მინისტრი. მე ვეთანხმები ქალბატონ მანანას არ გვინდა ეხლა ხაზგასმა ვინ იყო, რატომ იყო, დავალება შემდეგმა მინისტრმა როგორც ჩანს პირნათლად შეასრულა. მე გეტყვით იმასაც, რომ ის რაც ჩვენ ახლა ტენდენცია ხაზი გავუსვით და აღვნიშნეთ, რომ ეს აპარატი გამოიყენებოდა დიასპორის პოლიტიკურად დანაწევრების გახლეჩვისათვის, შეწყვეტილი იქნა და სამწუხაროდ რაღაც ასპექტებში, რაღაც მომენტებში მიმდინარეობს კიდევ გარკვეულწილად, იმიტომ რომ ამ პროცესს ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ ყველა ქვეყანაში. განსაკუთრებით გულის ტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ინფორმაციით ეს ტენდენცია მიდის საზღვარგარეთ მცხოვრებ სტუდენტებში, მოსწავლე სტუდენტებში. ასე ვთქვათ, მათი დიახ უქნიან ხარდაჭერები აქვს. მე არა ვარ პოლიტიკური პარტიიდან მომდინარეობს. მე არა ვარ წინააღმდეგი, სწორად გამიგეთ. 17 წელი იმიტომ არ მიცხოვრია ესპანეთში და ევროპაში, რომ მე ვიყო ცოტა რადიკალიზმი ახალგაზრდობისთვის დამახასიათებელია, ჩვენ გვახსოვს. ეროვნული მოძრაობიდან მოვდივართ, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ ის რაც იყო კარგი, უნდა გამოვიყენოთ და ის რაც იყო ცუდი, უნდა გავაანალიზოთ აბსოლუტურად ვეთანხმები. სტრატეგიულ მიდგომაზე, ამ ადამიანების საქმეზე, რაც შემთთვის ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია. აი მე გეტყვით ეს მიდგომა. გარკვეული ინსტიტუციური და ტექნიკური პროცედურები იყოს გადმოსაღებიც და მისაღებიც, მაგრამ აქ უმთავრესი საკითხად მიდგომა შდება, რომ ეს ადამიანები არ იყოს აღქმული, ადამიანები, რომლებიც ძალიან მშრომობენ და ძალიან ბევრს იჭირებენ, არ იყოს აღქმული როგორც ან ფინანსური რესურსები, ან როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი. მეცაც გეტყვით. მე პირად შეურაცხყოფად ვიღებ, როდესაც დიასპორის გამოყენებას ვინმე ეს იქნება პოლიტიკური პარტია, თუ უბრალო მოქალაქე ან ჟურნალისტი ან ვინმე აპირებს ამას და დააპირებს, მე ვარ ძალიან აქ ხდები რადიკალი, ჩემი ახალგაზრდობა მახსენდება და ხდები აბსოლუტური რადიკალი. ვერავითარ შემთხვევაში მე ვერ გამოვაყენებინებდი ვერც მინისტრს მაშინდელს, ვერც უბრალო მოქალაქეს, ვერც პარტიას, ჩემს ემიგრანტებს. თუმცა ძალიან ხშირად ისე როგორც დღეს გარკვეულ ჯგუფებში ასე თქვენ ძალიან მიმდინარეობს, ჩვენ და უნებურადად შეიძლებოდა მომხდარიყო ეს პროცესები. ქალბატონი მანანა, ჩვენ ლაპარაკობთ წინა ხელისუფლების ხრიდან აი ამ გარკვეულ მანკიერ პრაქტიკაზე და მე მაინტერესებს დღეს თუ შეიცვალა სახელმწიფოს მიდგომა ან კანონმდებლობის თვალსაზრისით თუ შეიცვალა გარკვეულად პროცესები უფრო პოზიტივისაკენ. კი ბატონო, გეტყვით, უბრალოდ მინდა ერთი აზრიც გამოვხატო. ისე იგი თავისთავად ტრაგედია ის არ არის, რომ ადამიანი აირჩევს საცხოვრებლად სხვა გარემოს და წავა ემიგრაციაში. ეს ბუნებრივია პროცესებია, ეს მთელ მსოფლიოში ხდება და ეს ახლა არ ხდება არც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ დაიწყო, რა თქმა უნდა, ტენდენცია ზრდისკენ სწორედ ბოლო 20 წელია გვაქვს 25, ხო, მაგრამ შუა საუკუნეებიდან ხდებოდა ეს და დიდი გადასახლებები იყო და ეს ბუნებრივი პროცესი შეიძლება იყოს. ტრაგედია ის არის, როდესაც ადამიანები ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ტოვებენ სამშობლოს, როდესაც აქ არ აქვს საკუთარი თავის რეალიზების საშუალება, როდესაც ლუკმაპურს ვეღარ შოულობენ, როცა დასაქმებაა პრობლემა, როცა პოლიტიკურად იდევნებიან, როდესაც რაღაც აზრის გამო იდევნებიან და სტოლვილებად იქცევიან, მოდით ასე ვთქვათ, სხვა ქვეყანაში და იქეძებენ თავშესაფარს ამ მიზეზების გამო. ტრაგედია ეს არის და სახელმწიფოს ვალდებულება და ხელისუფლების ვალდებულება სწორედ ის არის, რომ ეს საფუძვლები და ეს მიზეზები დაიყვანოს მინიმუმამდე, ან საერთოდ მოსპოს, ხო ხა, როცა პოლიტიკურ დევნაზე გვას საუბარი, ან რაიმე ნიშნით ადამიანის დევნაზე, ეს მართლაც შეიძლება დაიყვანო მინიმუმამდე კი არა და საერთოდ მოსპო, იმიტომ რომ ეს პოლიტიკურ ნებაზეა, ხო, დამოკიდებული. რაც შეეხება ეკონომიკურ, ასე ვთქვათ, მიზეზებს და იგივე უმუშევრობას, ეს არ შეიძლება ერთი ხელის მოსმით და ერთ დღეს, ასე ვთქვათ, დასრულდეს, იმიტომ რომ ესეც დაკავშირებულია, ხო, იგივე ქვეყნის განვითარებასთან, სწორ ეკონომიკურ პოლიტიკასთან, ზრდასთან და ასე შემდეგ, მაგრამ თუ სწორად გეგმავთ ამ ყველაფერს, ბუნებრივია, აუცილებლად დადგება ის დრო, როდესაც დიახ ჩვენი თანამემამულე
მოწამულეები, ვინც ამ მიზეზების გამო წავიდნენ სამშობლოდან, შეძლებენ რომ აქ დაბრუნდნენ და სწორედ გააგრძელონ თავისი საქმიანობა, თავისი ასე ვთქვათ, შექმნან აქ ოჯახები და იარსებონ სწორედ სამშობლოში, იმიტომ რომ ეს ნოსტალგია ძალიან მძიმე განცდა და სულ რამოდენიმე ხნით რომ მივდივარ, ძალიან მალე მინდა მე პირადად რომ დავბრუნდე აქ და სულ ვამბობ ჩემი თბილისის მტვერი მირჩევნია რაღაცა უცხოეთში ფეშენებელურ ასე ვთქვათ ადგილას ყოფნას. ეს გვაქვს, ეს თვისება არის ჩვენში, იცით, ეს ძალიან კარგი თვისებაა, თუმცა შეიძლება მეორე მხრივ უარყოფითათაც ვლინდება ხოლმე, როცა ადამიანები ძალიან განიცდიან და ეს მიდის დაავადებების განვითარებამდე, ხო? და როცა ვერ ხდება მათი ინტეგრაცია. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მიზეზები, აი ეს უარყოფითი მიზეზები, რაც იწვევს სწორედ ადამიანების გადინებას, მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, შევამციროთ. და მეორე, იცით, როდესაც იქ ადამიანები არიან წარმატებულები და ახდენენ ინტეგრაციას, იღებენ განათლებას, მთლიანად, ასე ვთქვათ, რეალიზება ხდება მათი შესაძლებლობების, რა თქმა უნდა, მათთან უკვე შეიძლება იმაზე საუბარი, რომ როგორი იყოს თანამშრომლობა მათი სამშობლოსთან. და სულ ვამბობ ხოლმე, აი ებრაული ერის მაგალითი, ხო? ისინი მთელი მსოფლიოდან წამოვიდნენ, ამოვიდნენ იერუსალიმში, გაერთიანდნენ ყველა ის რესურსი, ინტელექტუალური, ადამიანური, ფინანსური გნებავთ, მოიტანეს, გააერთიანეს და შექმნეს სამშობლო და აღიდგინეს, ხო? სახელმწიფოებრიობა და ჩვენ რატომ ვერ უნდა მოვახერხოთ, როდესაც სახელმწიფო გვაქვს, მართალია იყო პერიოდი ძალიან მძიმე სახელმწიფოებრიობის დაკარგვის, ოკუპაციის და დღესაც ოკუპაციის პირობებში ვართ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენც შევძლებთ, თუ კი იქნება სწორი პოლიტიკა. რაც შეეხება პოლიტიკას, მე vicი რომ ძალიან სერიოზულად მიდის სტრატეგიაზე მუშაობა და ამაზე ალბათ ქალბატონი თამარი, მაგრამ მე კანონმდებლობაში ცვლილებაზეც მინდა ორი სიტყვით გითხრათ, როდესაც ჩვენ შევიტანეთ ცვლილებები კანონმდებლობაში აი ამ ეგრეთ წოდებულ მიგრაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით და თანამემამული სტატუსი შემოვიღეთ და ადამიანები, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული ჩვენს ქვეყანასთან, ან დაიბადნენ აქ, ან საუბრობენ მაგალითად ქართულ კავკასიურ ენაზე და აქვთ კავშირები და ბმა ჩვენს ქვეყანასთან, მათ შეუძლიათ რომ მიიღონ თანამემამული სტატუსი, ამისთვის შეუძლიათ მიმართონ შესაბამის ორგანოებს და გაზრდილია მომართვიანობის რაოდენობა, ამიტომ რა თქმა უნდა და იუსტიციის სამინისტროს ორგანოები და თქვენი კომისია, მეც ვარ ამ კომისიის წევრი, ხდება დისტანციურადაც ონლაინ რეჟიმში და შესაძლებელია სწორედ ეს იყოს გარკვეული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ადამიანებმა, რომლებსაც არ სურთ, რომ დაკარგონ ის მოქალაქეობა, რაც მათ მიიღეს, პარალელურად მათ ჰქონდეთ ეს სტატუსი, თავისუფლად შეძლონ შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში, თავის სამშობლოში, ასე ვთქვათ, აქ ყოფნა და ასე ვთქვათ, ჩართვა იმ პროცესებში, რაც მათთვის საინტერესოა. მათ შორის მაგალითად სპორტულ, ასე ვთქვათ, სპორტის სფეროში შეუძლიათ თუ კი კონკრეტული ფედერაცია არ კრძალავს, მაგალითად ნაკრებში მიიღონ მონაწილეობა, ხო? იგივე განათლების სფეროში ის, ასე ვთქვათ, სერვისები, რაც მიეწოდება ჩვენს მოქალაქეებს, განათლების სფეროში უფასოდ, მე გულისხმობ იმ მიმართულებებს, რასაც სახელმწიფო მთლიანად აფინანსებს და ზოგადად განათლების სფეროში იღებს ჩვენი მოქალაქე, ასევე უსასყიდლოდ შეიძლება მიიღონ ჩვენმა თანამემამულეებმა. სამწუხაროდ ჩვენი მცირე დრო არ გვაძლევს საშუალებას, რომ ყველაფერზე დეტალურად ვისაუბროთ, თუმცა დიასპორები, როგორც ჩვენი თანამემამულეების თემა, ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული თემა არის, თუნდაც ჩვენ გადაცემისათვის და იმედი მაქვს და აუცილებლად მივბრუნდებით ხშირად და იმედი მაქვს თქვენი თანამშრომლობის და ამ თემაზე მსჯელობისათვის. მსჯელობაში. დიდი მადლობა პირველი ნაწილის მონაწილეებს. შეგახსენებთ, კვირის 20-ის პირველი ნაწილის მონაწილეები იყვნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ქალბატონი მანანა კობახიძე და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი ფორუმის ერთ-ერთი მოდერატორი ქალბატონი თამარ გამილაღდიშვილი და საზოგადოება 20-30-ის წევრი ევროპაცოდნე ცოტნე ზურაბიანი. 31 მაისი პოლიციის დღეა. როგორია ქართული პოლიცია დღეს? რამდენად გახდა პოლიცია მოქალაქეების დამცველი და მოხერხდა თუ არა პოლიციის იმიჯის რეაბილიტაცია? როგორ შეხვდა ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტრო ქართული პოლიციის დღეს? ამის შესახებ გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ.
31 მაისი პოლიციის დღეა. პოლიცია წლების განმავლობაში ასოცირდებოდა ძალადობის სიმბოლოდ, რაც სამწუხაროდ წინა ხელისუფლების დროინდელი საპოლიციო რეფორმის შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა. მეტიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ხშირად საუბრობდნენ საპოლიციო სახელმწიფოს შესახებ. პოლიციის მხრიდან მოქალაქეების მიმართ უკანონო და უსამართლო ძალადობის შესახებაც. წინა ხელისუფლების დროინდელი პოლიტიკის გამო საპოლიციო სტრუქტურის დისკრედიტირებაც მოხდა და საზოგადოებამ პოლიცია ძალადობის სიმბოლოდ აღიქვა. როგორი გახდა პოლიცია ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რა შეიცვალა მათი ლიბერალიზაციის შემდგომ, რამდენად გახდა პოლიცია მოქალაქეების დამცველი და მოხერხდა თუ არა პოლიციის იმიჯის რეაბილიტაცია, როგორ შეხვდა ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტრო ქართული პოლიციის დღეს, ამის შესახებ გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ. წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის მონაწილეებს. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ქალბატონი მანანა კობახიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ლევან იზორია და საზოგადოება 2030-ის წევრი პოლიტოლოგი მათე გაბიცინიშვილი. პოლიციას გამოჯამრთელების დრო უდგას. ყოველ შემთხვევისთვის პოლიტიკოსებისგან და პოლიტიკისგან განთავისუფლდა. ძალიან დიდი წნეხის ქვეშ იყო, ყველას გვახსოვს ეს და მე მგონი თავს ბევრად უფრო მშვიდად და კომფორტულად გრძნობენ დღეს. და საშუალება აქვს პროფესიულურად იმუშაონ. იმიტომ რომ არ ამგონია ვინმე სიამოვნებდა იმ ბრძანებების შესრულებას, რომლებსაც ისინი თავიანთ ზემდგომებისგან ღებულობდნენ, ესცემე, ის დაიჭირე, იმას ნარკოტიკი ჩაუდე, ორი გვამი მჭირდება და აბა თქვენიცით. პოლიციის სისტემაში რეფორმების ფარგლებში განხორციელდა ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმები, როგორიც არის პირველ რიგში პოლიციის დეპოლიტიზირება. მეტი ყურადღება ეთმობა საზოგადოებრივ ჩართულობას, რაც გამოიხატება არასამთავრობო ორგანიზაციების და დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართულობას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტების და სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში. მე ვფიქრობ, რომ ახალი პოლიცია ზედმიწევნით იცავს ეთიკის კოდექსს და ისინი გაცილებით კარგად ურთიერთობენ მოქალაქეებთან, ვინაიდან დღეს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს განცდა იმისა, რომ პოლიცია მათ იცავს, მათთან ურთიერთობა შეუძლია და ის არ არის პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი. შემიძლია მათთან ურთიერთობა, ისინი აღარ არიან აგრესიულები, დადებითად ვარ განწყობილი პოლიციის მიმართ და მჯერა რომ ისინი მხოლოდ იმ საქმიანობას შეასრულებენ, რაც მათ კანონით აქვთ მინიჭებული და აღარასოდეს მოექცევიან პოლიტიკური გავლენების ქვეშ. ბრუნდებით სტუდიაში ბატონ ლევანო, პირველ ყოვლისა გილოცავთ ქართული პოლიციის დღეს. როგორ შეხვდა ქართული პოლიცია პროფესიულ დღესასწაულს, როგორც ღონისძიების, ასევე რეფორმირების კუთხით? მოგესალმებით, სარგებლობ შემთხვევით, მინდა თითოეულ პოლიციელს მიულოცო დღევანდელი დღე. მართლაც ეს არის უაღრესად საპასუხისმგებლო საქმიანობა. პრაქტიკულად სახელმწიფოს მოქალაქეებთან ურთიერთობაში განასახიერებს პირველ რიგში პოლიცია. და შესაბამისად, როდესაც ჩვენ გარკვეული მოთხოვნები გვაქვს ლეგიტიმური სახელმწიფოს მიმართ, რომ იყოს მეტად გამჭვირვალე დემოკრატიული, ეს პირველ რიგში მის პირველ წარმომადგენელს პოლიციელს უკავშირდება. ამიტომ ჩვენმა ხელისუფლებამ გაიაზრა რა ეს პასუხისმგებლობა და ეს უმთავრესი გამოწვევა მთელი რიგი ნაბიჯები გადადგა თვალსაზრისით და ბუნებრივია ის მთავარი ამოცანა, რაც უკავშირდება უსაფრთხოების განცდის ჩამოყალიბებას მოქალაქეში, დობის ხარისხის ამაღლებას და პარტნიორობის განცდის ჩამოყალიბებას პოლიციის მიმართ ეტაპობრივად განხორციელდა და დღეს შეიძლება ამით ვიამაყოთ, იმიტომ რომ როდესაც დემოკრატიის ხარისხზე ვსაუბრობთ და დობის მაღალ ხარისხზე, ბუნებრივია ამ ინსტიტუტის მიმართ არის მოლოდინი იმისა, რომ იქნება მიუკერძოებელი და შესაბამისად იქნება მხოლოდ კანონის საფუძველზე მოქმედი. მე მინდა ასევე ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა, რომ ეს არის ძალიან დიდ რისკთან ასევე დაკავშირებული და გამოვხატო ჩემი და ჩვენი ხელმძღვანელობის და თითოეული ალბათ მოქალაქის მადლიერება პირველ რიგში პოლიციელების მიმართ, რომ ისინი მართლაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ეწევიან ამ საქმიანობას და ბუნებრივია მათ ჭირდებათ მხარდაჭერა, მათ ჭირდებათ პირველ რიგში აი მადლიერების გამოხატულება, იმიტომ რომ ისინი უმციკლოდ ასრულებენ თავიანთ საქმიანობას, არიან პროფესიონალები და დღეს სწორედ რომ ამ მადლიერების გამოხატვის დღეა. ასევე მინდა ვთქვა, რომ პრაქტიკულად და აი ამის თქმის საფუძველს მაძლევს სწორედ ეს განვლილი 2 წელი და ის მოცემულობა, რა მოცემულობაშიც დღეს ვართ, რომ ჩვენ ვიქეცით ძალიან სანდო პარტნიორებად უსაფრთხოების სექტორში, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ასევე ევროკავშირის ქვეყნებისთვის
მე ვიტყოდი თამამად რომ მსგავსი დონის და ხარისხის თანამშრომლობა აქამდე არ ყოფილა, ამის საფუძველი არსებობს. თუ გინდა ბოლო 1 წლის განმავლობაში გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრს ორჯერ შევხვდით და ბოლო 10 წლის განმავლობაში კი არა ისტორიაში ასეთ შეხვედრა არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში შსს თანამშრომლობის თვალსაზრისით, ასე რომ ეს არის აღიარება იმ წარმატებებისა, იმ მიღწევებისა და შესაბამისად თითოეულ პოლიციელს შეუძლია იამაყოს იმით, რომ ის მასზე დაკისრებულ ფუნქციებს ყოველგვარი პოლიტიკური ჩარევისგან დამოუკიდებლად ახორციელებს და მისი ღირსება, პროფესიული ღირსება არის დაფასებული. ასე რომ კიდევ ერთხელ მინდა თითოეულს მიულოცო დღევანდელი დღე. ჩვენს ვერთდებით როგორც მოქალაქეები მადლიერებასაც და მილოცვასაც. ქალბატონო მანდანა, ბოლო 1 წლის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა შინაგან საქმეთა სამინისტროში. მე მაინტერესებს თქვენ უპირველეს ყოვლისა რა მიგაჩნიათ თავარ მიღწევად ჩვენი დღევანდელი პოლიციისათვის. პირველ რიგში მინდა შევუერთდე მილოცვებს ყველა პოლიციელს, თითოეულ პოლიციელს, ვინც დგას ნამდვილად მოქალაქეთა უსაფრთხოების სადარაჯოზე, სიმშვიდის სადარაჯოზე დღევანდელი დღე და ვუსურვო, რა თქმა უნდა, წარმატება მათ პროფესიულ საქმიანობაში და ვუსურვო ის, რომ მათ არასოდეს არ მოუწიოთ ისეთი, ასე ვთქვათ, ისეთი ტიპის რისკის გაღება, როცა შემდეგ ჩვენ გვიწევს ხოლმე მათი ოჯახების მიმართ, აი, სამწუხაროდ შემდეგ კომპენსაციის გადახდა. აი, ასეთი შემთხვევები მინდა რომ იყოს აცილებული თავიდან და მათ უსურვო, რა თქმა უნდა, წარმატებული, ასე ვთქვათ, პოლიციელობა. ეს სიამაყეა ჩვენი, როცა ჩვენ ვხედავთ მაგალითად ჯარისკაცს, როცა ვხედავთ პოლიციელს, ჩვენ უნდა ვამაყობდეთ ამ ადამიანებით, იმიტომ რომ სწორედ სახელმწიფოს უსაფრთხოება, ძლიერება გადის აი ასეთ სტრუქტურებზე და მე ვიტყოდი, რომ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ქვეყანაში, სწორედ ბოლო 2 წლის განმავლობაში ბევრჯერ მომიწევს ალბათ კიდე სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით ამის თქმა და გამოვკვეთავდი და გამოყოფდი. არსებობს რეალობა ისეთი, რომლის გამოც ბოლო წლების განმავლობაში მიღწეულ წარმატებებს ხელშესახებს გავხდით, ასე რომ ამაზე საუბარი კარგია. რა თქმა უნდა, კარგია, როცა პროგრესზე საუბრობ და მე ვფიქრობ, რომ პოლიციაში ნამდვილად არის პროგრესი და ბევრი რამ გვაქვს ჩვენ სათქმელი, სწორედ ის, რომ პირველ რიგში პოლიციელები გათავისუფლდნენ წნეხისგან. პირველ რიგში თავად პოლიციელი გრძნობს იმას, რომ ის მხოლოდ კანონს ემსახურება, ასე ვთქვათ, კონსტიტუციას, მოქალაქეთა უსაფრთხოების, მათი კონსტიტუციური უფლებების დაცვის დღის წესრიგს და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხრიდან შედგენილ დღის წესრიგს და ვფიქრობ, მათი გათავისუფლება ასეთი წნეხისგან არის წინაპირობა იმისა, რომ ისინი ნამდვილად დაიცავენ და ნამდვილად იცავენ სწორედ ადამიანის უფლებებს, იცავენ ადამიანს კრიმინალისგან, იცავენ დანაშაულისგან, ახდენენ პრევენციას და ისინი დგანან სწორედ საზოგადოების სამსახურში და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის სამსახურში და სხვათა შორის ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ყველა იმ არჩევნებზე, რომელიც ჩვენ სწორედ 2012 წლის შემდეგ ჩავატარეთ. ყველაზე მეტად პოლიტიზირება პოლიციის ჩანს ხოლმე არჩევნების დროს, ყველაზე მეტად. და როდესაც მაგალითად საარჩევნო პერიოდში ჩვენ ვერ ვხედავდით პოლიციის აქტიურობას, ვერ ვხედავდით მათ ასე ვთქვათ თვალ-თვალს საარჩევნო უბნებთან, არ ვხედავდით იმას, რომ ისინი გადაადგილდებოდნენ საეჭვოდ დღისით თუ ღამით, როგორც ეს ხდებოდა სამწუხაროდ 2012 წლამდე ჩატარებულ ყველა არჩევნებზე და ამას საზოგადოება ძალიან კარგად იმახსოვრებს და ძალიან კარგად ხედავს, ეს დასტურია იმისა, რომ დიახ პოლიცია ჩვენ გავათავისუფლეთ წნეხისგან. ის რომ პოლიციის ეგრეთ წოდებულ იზოლატორებში, აი წინასწარი დაკავების საკნებში, ჩვენ დღეს არა გვაქვს ადამიანების მიმართ, ვთქვათ, ცემის, მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის, წამების შემთხვევები და ამას მე არ ვამბობ. ამას ამბობენ სწორედ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც სწორედ ამას წინათ ძალიან მნიშვნელოვანი ანგარიში გამოაქვეყნეს. არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ასე ვთქვათ, მოქმედი არასამთავრობოები, არამედ საერთაშორისო ინსტიტუტები, საკმაოდ სერიოზული ორგანიზაციები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პროგრესი, სწორედ ამ მიმართულებით და ადამიანის უფლებების დარღვევები არის პრაქტიკულად მინიმიზებული სწორედ პოლიციის, ასე ვთქვათ, იმ დაწესებულებებში, სადაც ხდებოდა ადამიანების დაშინება, ძალადობა და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც განასხვავებს დიახ დღევანდელ პოლიციას წინა პერიოდთან, საზოგადოების, ასე ვთქვათ,
გამოხატვის თავისუფლებას გულისხმობ, შეკრების თავისუფლებას, მანიფესტაციის, ჩვენ არაერთი გქონდა ასეთი შემთხვევა. შინაგან საქმეთა მინისტრი პირადად ეხმარებოდა ოპონენტებს მათ წინააღმდეგ მართული აქციის ორგანიზებაში. და ეს იყო სერიოზული გამოწვევა, მე ვფიქრობ, მაშინ პოლიციამაც და ხელისუფლებამაც ბეწვის ხიდზე გაიარა. ანუ ძალიან მაღალი იყო რისკი, რომ დიახ პოლიციას გამოეყენებინა ის ძალა, რომელიც იქნებოდა სწორედ მოქალაქეების მიმართული მოქალაქეების წინააღმდეგ და ძალიან ადვილია რომ გადააჭარბო ასეთ სიტუაციაში და ჩვენ არაერთხელ გვინახავს რა არის შედეგი ამ ძალის გადაჭარბების, როცა დგება სამწუხაროდ სასიკვდილო შედეგებიც და ამის მაგალითია 2011 წლის 26 მაისი და ახლახანს იყო 26 მაისი და ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება ეს ძალიან მძიმე ტრაგიკული ფურცელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყოველთვის და ეს არის სამწუხარო რომ აი ამ ძალიან მნიშვნელოვან დღესასწაულს სამწუხაროდ გარკვეულწილად გააფერმთალებს ხოლმე იმის გახსენება, რაც ხდებოდა რუსთაველზე, თბილისის ქუჩებში, როცა სისხლის გუბეები იდგა და ამისი შემოქმედი იყო სამწუხაროდ პოლიცია. იყო თვითონ სამინისტრო, იყო ინსტრუმენტი, მაგრამ იცით რა, ხელისუფლების ინსტრუმენტი იყო, მაგრამ თვითონაც იყვნენ, ასე ვთქვათ, შემსრულებლები, ამსრულებლები და ამ შემთხვევაში ის ამსრულებელიც პასუხისმგებლობის მატარებელია. ქალბატონი მანანა ლაპარაკობს სისტემის დეპოლიტიზაციაზე. საინტერესოა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაყოფა, რაზეც ახლა მიმდინარეობს მუშაობა, რა როლს ასრულებს აი ამ დეპოლიტიზაციის პროცესში. მოგახსენებთ მართლაც ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, როდესაც ჩვენ საუბრობთ ობიექტურობაზე, მიუკერძებლობაზე, არის სწორედ ის, რომ და განსაკუთრებით ეს ეხება ეგრეთ წოდებულ ძალოვან სტრუქტურებს, სადაც შეიძლება საფრთხე ადამიანის უფლებების შეზღუდვისა უფრო დიდი იყოს ვიდრე სხვა სტრუქტურებში. შესაბამისად აქ გამოწვევა და მთავარი ამოცანა არის ის, რომ მაქსიმალურად იყოს მიუკერძოებული, ანუ პოპულარული ენით დეპოლიტიზებული, არ იყოს ინსტრუმენტად პოლიტიკური ჯგუფისთვის გამოყენებული. და ბუნებრივია პირველ რიგში ამისთვის აუცილებელია რომ ხელისუფალმა თავად შეზღუდოს თავისი თავი, ანუ ეს ერთგვარ პოლიტიკურ კულტურასთანაც არის დაკავშირებული, ეს კომპლექსური მიდგომაა და სწორედ ამ კომპლექსური მიდგომის ნათელი მაგალითია ის რომ არა მხოლოდ პოლიცია, არამედ სხვა სტრუქტურებიც მიუკერძოებლობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა, მათ შორის სასამართლოც და ეს ამრავაზის გვითქვამს. რაც შეეხება ამიტომ მთავარი გზა ჩვენი ევროპული განვითარებისა გადის ინსტიტუციონალურ განვითარებაზე, თავისუფლების უზრუნველყოფა ხდება ინსტიტუტების, სტანდარტული ინსტიტუტების, სადაც ხელისუფლება დანაწილებულია, სადაც მიუკერძოებლობის მაღალი ხარისხია უზრუნველყოფილი და ბუნებრივია პროგრესისკენ სვლა ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება, თანმიმდევრულად ხდება და ის ნაბიჯები, რაც მე პირველ გამოსვლაში ვთქვი, ემსახურებოდა სწორედ ამ მიზანს, თუმცა პროცესი ბუნებრივია გრძელდება, რეფორმები მუდმივი პროცესი და დინამიკაა და ამ ეტაპზე ჩვენ ამოცანად დავისახეთ იმ მთავარი წინასაარჩევნო ერთ-ერთი დაპირების განხორციელება, რომელიც უკავშირდებოდა ამ ჭარბი ძალაუფლების, რომელიც კონცენტრირებული იყო ერთი სტრუქტურის ფარგლებში, დეკონცენტრაცია და ორი ინსტიტუტის ჩამოყალიბება შინაგან საქმეთა სამინისტროს სახითა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახით. რაც შეუწყობს ეს კიდევ ერთხელ ხელს თქვათ დეპოლიტიზების თვალსაზრისით. ერთის მხრივ ბუნებრივია ძალაუფლება იქნება უფრო დეკონცენტრირებული, ეს ერთი, მეორე ანგარიშვალდებულების ხარისხი იქნება მაღალი და შესაბამისად ამ ახალ სამსახურს, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქვია, იქნება ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი, კერძოდ მის ხელმძღვანელს სწორედ პარლამენტი აირჩევს უმრავლესობით და იქნება ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე. ბუნებრივია ეს სწორედ აი ამ პასუხისმგებლობას, აი ამ მუდმივი კონტროლის შესაძლებლობას უზრუნველყოფს, იმიტომ რომ ერთმანეთ მართალია ინსტიტუტები შეიძლება ფორმალურად არსებობდეს, მაგრამ ესეც დემოკრატიის მექანიზმია, რომ ამ ინსტიტუტებს ანგარიში მოთხოვონ, აკონტროლონ და შესაბამისად ის მექანიზმები, გასაკვირველია და ის მექანიზმები, რაც გათვალისწინებული იქნება სწორედ ამ პასუხისმგებლობის და ანგარიშვალდებულების გაზრდის თვალსაზრისით, ემსახურება ამ მთავარ მიზანს, რასაც ქვია ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და რასაც ქვია პოპულარული ენით მათი დეპოლიტიზება. ასე რომ ეს პროცესი დავიწყეთ, გვაქვს აშკარა წარმატებები, ახლა თქვენ კონკრეტული მაგალითები მოიყვანეთ, მე ამ მაგალითს განვავრცობდი, მაგალითად ჩვენ, როდესაც
ოპოზიციაში ვიყავით და მიტინგებს მონაწილეობდით, მიტინგებში იქ პრაქტიკულად პოლიციელს ვერ ნახავდი, ანუ დაცულობა მიუხედავად ასეთი მასობრივი თავშეყრისა, სადაც საფრთხე მათ შორის დაზიანების ან ჯანმრთელობის ხელყოფისა დიდია, ბუნებრივია სახელმწიფოს ვალდებულება იყოს იქ და მე თავშიც ვთქვი, რომ ეს სწორედ პოლიცია, რომელიც სახელმწიფოს წარმოადგენს ქუჩაში პირველ რიგში და იცავს მოქალაქეს, ეს განცდა, რა ვიცი, არ ქონდა აი ამ მასობრივი თავშეყრის ადგილებში. არ შემიძლია არ თქვა, რომ ისეთი თვითორგანიზებული იყო საზოგადოება, რომ არც იყო პრინციპში იქ პოლიციელის ყოფნის საჭიროება, მაგრამ ყოველთვის ხო ეს ასე არ არის. თუმცა ის ხარისხი რა თქმა უნდა მაღალია. თუმცა ვალდებულება რომ იქ იყოს პოლიცია მიუხედავად ჩვენი განწყობისა ეს პირდაპირ ვალდებულება და აი დღეს უკვე თქვენც ბრძანეთ ბატონი მინისტრი ამბობს რომ კომფორტი უნდა უზრუნველყოთ ანუ იმისთვის რომ ყველამ გამოხატოს თავისი აზრი ანუ ესეც დემოკრატიულობის მიუკერძებლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია და როგორც გითხარით ის წინასაარჩევნო დაპირება რაც ჩვენ მივეცით მოსახლეობას ამ ორი ინსტიტუტის და ანგარიშვალდებულობის ხარისხის გაზრდის თვალსაზრისით ახლო მომავალში იქნება უზრუნველყოფილი აი მომავალი კვირიდან უკვე კომიტეტები დაიწყებს ამ კანონპროექტების განხილვას და ამ ერთი თვის განმავლობაში ალბათ შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებს. მადლობა ბატონო მათე ჩვენ მიუხედავად იმისა როგორც აფასებენ საპარლამენტო ორგანოს წარმომადგენლები და სამინისტროს და ალბათ ბევრი მოქალაქეც თითქოს კამპანიურიც კი ხდება სინამდვილეში პატრულის ზოგადად ძალოვანი სტრუქტურების დისკრედიტაცია და მათი ავტორიტეტის ხელოვნური შერყევა. ჩვენ გვახსოვს ასეთ შემთხვევებში, ზოგიერთ შემთხვევაში კონკრეტულ პირებსაც კი იყენებდნენ, რათა უხერხულ სიტუაციებში აღმოჩენილიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებიც. იგივე ერთხანს მიზანმიმართული საუბრები კრიმინალის გაზრდასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება ასე და რით შეიძლება ეს პროცესი აიხსნას? მოგესალმებით ჩვენს თომებს, ასევე ტელემაყურებლებს, მეც შემოგიერთდებით ასე ვთქვათ დღევანდელი დღის მილოცვაში. მიგულოცავ ამ დღეს თითოეულ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს და არა მარტო მათ. სანამ თქვენს კითხვას კონკრეტულად გავცემდე პასუხს, მინდა აღვნიშნო, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც არასოდეს დგას უდიდესი გამოწვევის წინაშე, ვთქვათ, მისი мотиваცია და მისი პასუხისმგებლობა არის დღეს ასე ვთქვათ პოზიტიური ალტერნატივის მოძებნა და მიზნავდა მისვლა. და ამ კონტექსტში პოზიტიური ალტერნატივა ვერ იქნება მოძებნილი თუ ერთხელ და სამუდამოდ საზოგადოებამ როგორც ასეთმა არ შეაფასა და მკვეთრი პოზიცია არ გამოიჩინა იმის მიმართ თუ რა მოხდა მაგალითად 2012 წლის 1 ოქტომბერს. ეს არ იყო თქვათ ერთი დემოკრატიული რეჟიმის მეორე დემოკრატიული რეჟიმის შეცვლა, ეს იყო ავტორიტარული რეჟიმის დემოკრატიული წესრიგის შეცვლა, რომლის ლეგიტიმაციაც ზუსტად პოლიციის სისტემაზე იდგა. და ამ კონტექსტში, ესე იგი, ოპონენტების მხრიდან დისკრედიტაციის კამპანიები, რომელიც ხშირ ხასიათს იღებს ხოლმე, ეფუძნება გარკვეული ტიპის იდეოლოგიურ ოპერაციას, რომელიც გარკვეული ტიპის პოლიტექნოლოგიების ნაწილია და ამაში არის მთელი საინფორმაციო სივრცეც ჩართული, რათა მოხდეს გარკვეული ტიპის დისკრედიტაცია, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროსი და სხვათა შორის თუ ხართ დაკვირვებული ხშირ შემთხვევაში, როდესაც პოლიციის წინააღმდეგ არა რიგითი პოლიციელების მაგალითად გადაცნობის, არამედ ზოგადად სისტემის წინააღმდეგ მოდის ხოლმე ასე ვთქვათ შავი პიარი, საინფორმაციო სივრცის დაბინძურება, ასე ვთქვათ, ნეგატიური პროპაგანდა, მოდის ხოლმე ისეთ თემებზე და ისეთ საკითხებზე, რომელიც როგორ გითხრათ, ძალიან სენსიტიურია, ის წარმოადგენს კულტუროლოგიურ საკითხებს, მაგალითად ეთნიკურ საკითხებს, მაგალითად თუ გახსოვთ, როგორ იქნა გამოყენებული ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში, მარნეულში ინციდენტი და ამ ყველაფერში როგორ იქნა ასე ვთქვათ საინფორმაციო სივრცეში ჩათრეული პოლიციის სისტემა და ასე ვთქვათ როგორი ტიპის უარყოფითი პროპაგანდა მიდიოდა. ეს არის წინასწარ დაგეგმილი, კარგად ორგანიზებული საინფორმაციო მანქანა, რომელიც ცდილობს ასე ვთქვათ დააბინძუროს საინფორმაციო სივრცე, რადგანაც როგორ გითხრათ საინფორმაციო მანქანა, რომელიც ადამიანების ემოციაზე რაღაც უარყოფითად მოქმედებს. თუმცა მიუხედავად ამისა, პოზიტიური ალტერნატივის ძებნა მოითხოვს გარკვეული ტიპის შეფასებების გაკეთებას. ეს შეფასებები არის შემდეგი: ჩვენ გვინდა პოლიცია, რომელიც ასე ვთქვათ, იქნება დეპოლიტიზირებული და ამას ყველა ასე ვთქვათ, ვაღიარებთ დღეს და ეს იქნება პოლიტიკური დისკურსიდან, პოლიტიკური რელსებიდან სამოქალაქო რელსებზე გადასული რაღაცა სისტემა, რომელიც დაიცავს მოქალაქეების უსაფრთხოებას. სწორედ ამ კუთხით პოლიციის მუნდირი უნდა წარმოადგენს და წარმოადგენს კიდევაც და აქეთკენ უნდა შევეცადოთ წასვლას სამოქალაქო პასუხისმგებლობის და სოლიდარობის გამოხატულებას. ამ კუთხით ვალდებულება არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც სტრუქტურას, როგორც სისტემას, როგორც პოლიტიკურ სისტემას, ხელმძღვანელობას
არაქვს მხოლოდ ამ გზაზე, ამ კონტექსტში აუცილებელია სამოქალაქო ჯგუფების, საზოგადოებრივი გაერთიანებების ჩართულობაც და ეს იქნება ასე ვთქვათ, გარკვეული ინიციატივების გამოჩენა, ეს იქნება გარკვეული დისკუსიის დაწყება თუ რა ტიპის სისტემა გვინდა საბოლოო ჯამში მივიღოთ, თუ როგორ უნდა შევუწყოთ ხელი ჩვენ იმ რეფორმის განხორციელებას, რომელიც როგორც ბატონმა ლევანმა ისაუბრა, ითვალისწინებს სისტემის დეცენტრალიზაციას, ძალაუფლების დაყოფას, რადგანაც ასე ვთქვათ, პოლიტიკური ნაწილი, უფრო უშიშროების ნაწილი გამოიყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროს და საშინაო საქმეთა სამინისტროდ გვინდა საზოგადოებას, ხო, ეს რომ გადაკეთდეს შესაბამისად ამ კუთხით ეს ნიშნავს სამოქალაქო კომპონენტის დარჩენას შინაგან საქმეთა სამინისტროში, რაც საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობის გარეშე და ამ კუთხით ამ თემებზე დისკუსიის გარეშე შეუძლებელი იქნება. და კიდევ ერთ საკითხ, რასაც მე მინდა რომ სირადად მოვასწროთ საუბარი ბატონ ლევან, ეს არის ის, რომ გარდა იმისა, რომ მოქალაქე გახდა დაცული პოლიციის არა სამართლიანი ზეწოლისაგან, ასევე თავად პოლიციელი გახდა დაცული დღეს და პოლიციის სიცოცხლე გახდა უფრო ღირებული და მე მაინტერესებს რა კეთდება ამ კუთხით და იგივე პოლიციის მუშაკთა სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის რა კეთდება. მე მინდა ჯერ იმ ბოლო კითხვას გამოვეხმაო, რომ სტატისტიკასთან და კრიმინალთან დაკავშირებით მინდა უბრალოდ მაყურებელს გარკვეული ინფორმაცია მივაწოდო და აუცილებლად ამ კითხვაზეც პასუხს გაგცემთ. კერძოდ ჩვენ დავნერგეთ სტატისტიკა ელექტრონული წარმოებისა, რომელიც უზრუნველყოფს მართლაც ისეთ სტატისტიკას, რომელიც ყოველგვარი манипуляციისგან, თვითნებური ჩარევისგან არის გამიჯნული. ეს იყო სხვადასხვა წლების განმავლობაში ევროკავშირის მოთხოვნაც სამინისტროს მიმართ არასრულებდნენ და ბუნებრივია შემდეგ ჩვენ ავიღეთ ეს პასუხისმგებლობა, რათა მოსახლეობას ცოდნო და რეალური ციფრები თუ რა ხდება კრიმინალთან დაკავშირებით, ამიტომ აქ პრაქტიკულად რაღაც манипуляციის, როგორც ამას უწინ ხელით ადგენდნენ სტატისტიკას შესაძლებლობა პრაქტიკულად გამორიცხულია და ხდება ელექტრონულად საქმის წარმოების დაწყება, თქვათ მოხდა დანაშაული, მაშინ თუ გამომძიებელი ამას დაარეგისტრირებს და ერთიან ბაზაში ხდება მე თითოეული დანაშაული რაც აღირიცხა რა მსვლელობა მოყვა, გაიხსნა თუ არ გაიხსნა, შესაბამისად ის განცდა, რომ თითქოს და კრიმინალმა მოიმატა. სტატისტიკა საპირისპიროს ამბობს, მაშინ განცდას ბუნებრივია თქვენ დამეთანხმებით ამის პროფესიონალი ხართ, მედია საშუალებებით ძალიან შეიძლება ამის манипуლირება განცდებზე, წინასწარი ემოციების ჩამოყალიბებაზე და როდესაც მაგალითად ცალკეული სატელევიზიო საშუალებები პირველივე ბლოკში თან 100% ყოველგვარ ასე ყველა გადაცემაში კიდეც ვისაუბრეთ იმ ტექნოლოგიებსა და მეთოდებზე, რომელთაც ხდება ამისი მართვა და ვთქვით რომ დაინტერესდეთ სტატისტიკურად მეც გავაკეთე პირადად თუ როგორ იყო 2012 წლამდე გაშუქების პროცენტული რაოდენობა, თქვათ ერთ-ერთ ტელევიზიაში და როგორია დღეს, თანაც მეორე საკითხი რომელ ბლოკში, ანუ ამასაც ემოციური დატვირთვა აქვს. პირველივე ბლოკში თუ ბლოკის ბოლოში, ეს ერთი და ბოდიში მაინც რადგან ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა, ვისაუბროთ პოლიციელების, სოციუმეტრ ჩვენთვის მნიშვნელოვანია დაცული პოლიციელიც, როგორც დაცული მოქალაქე. აი სწორედ პირველი მოსმენით დაახლოებით გუშინ წინ თუ 3 დღის წინ პარლამენტში წარვადგენთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა მთავრობისა, რომელიც ითვალისწინებს დაღუპული პოლიციელის ოჯახებისთვის ერთჯერად 100,000 ლარიან დახმარებას და ყოველთვიურ კომპენსაციას 1000 ლარის ოდენობით. ეს არის პრაქტიკულად მიდგომა ხელისუფლების არა მხოლოდ ამ წლის, არამედ ეს იყო 2013 წელს განხორციელებული, კანონმდებელმა მიიღო გადაწყვეტილება სწორედ სამხედრო მოსამსახურების ოჯახების მიმართ, ასეთი მსგავსი გადაწყვეტილება. უბრალოდ ის ამოქმედა ამ წლის 1 იანვრიდან და სწორედ ამის თანმიმდევრული გაგრძელება იყო, რომ პოლიციის ოჯახებსაც, რომლის წევრიც სამსახურებრივი მოვალეობის დროს სამწუხაროდ გარდაიცვალა, ბუნებრივია, ჰქონდეს სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა. ამით ჩვენ პრაქტიკულად ამ სოციალური სახელმწიფოს პრინციპს, რომელიც არის მართლაც აი ამ სოლიდარიზმის, სოლიდარობის ინსტიტუციონალიზება, ანუ სადაც საზოგადოება სახელმწიფო ვალდებულად თulis დაეხმაროს მას, ვისაც დახმარება ჭირდება, ვასრულებთ ამ პასუხისმგებლობას ღირსეულად და მე ვიტყოდი ასევე, როდესაც თანმიმდევრულ მიდგომაზე ვსაუბრობდი, 2013 წელს გამოიცა ბატონი
მინისტრის ბატონი ღარიბაშვილის ბრძანება, რომელიც პრაქტიკულად ეხმარება ოჯახებს, მრავალშვილიან ოჯახებს და ასეთი ბენეფიციარი არის უკვე 6000-ზე მეტი, თუ 4-ზე ან მეტი შვილი ყავს პოლიციელს, ასევე როდესაც ოჯახის წევრი დაქორწინდება ან რაღაც სხვა სამწუხარო უბედური შემთხვევა, ერთჯერადი 1000 ლარიანი დახმარებები, ასე რომ მთელი რიგი ნაბიჯები გადაიდგა და სწორედ ეხლა პარლამენტი განიხილავს იმ ინიციატივას, რომელიც აი ამ ძალიან სერიოზულ მიდგომას უკავშირდება, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურად ისე დალხენილი არ ვართ, როგორც განვითარებული ქვეყნები, პრაქტიკულად იქაც ერთჯერადი დახმარების ოდენობა არის ისეთივე მოცულობის, როგორც ჩვენთან, ასე რომ ეს სერიოზული განაცხადია. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ ვუცავ ჩვენ პოლიციელებს პოლიციის დღეს, უსურვებ უსაფრთხო ქვეყანაში ცხოვრებას, ისე რომ მათ დიდი რისკის ქვეშ მათ ცხოვრება არ იყოს. შეიძლება გვაქვს არ შეიძლება არ აღნიშნოთ ის, რომ თვითონ პოლიციის შესახებ კანონი, რომელიც სრულად ახალი რეალობაა და სხვანაირად წარმოაჩენს ამ ორგანოს ფუნქციებს, ესეც არის, ასე ვთქვათ, იმ ცვლილებების შედეგი, რაც ქვეყანაშია, თუ აქამდე პოლიცია იყო უფრო რეპრესიის მანქანა და რეპრესიულ ღონისძიებებზე იყო ორიენტირებული, დღეს არის ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული და რა თქმა უნდა, ეფექტური მუშაობა გულისხმობს როგორც ადამიანის უფლებების დაცვას, ასევე დანაშაულის, ასე ვთქვათ, პრევენციას, დანაშაულისგან საზოგადოების დაცვას და მე ვფიქრობ, ამ მიმართულებით თავად კანონში შეტანილმა ცვლილებებმა და ახალმა კანონმა ფაქტიურად სრულად ახალი პერსპექტივა გააჩინა საზოგადოებაში. აუცილებლად მივბრუნდებით არაერთხელ და არაერთხელ შევაფასებთ იმ პერიოდში, როგორი ცვლილებები მოხდა, რა მოხდა დადებითად, რა მოხდა ვარყოფითად. დიდი მადლობა გადაცემის მონაწილეებს. შეგახსენებთ, კვირის 20-30-ის მეორე ნაწილის მონაწილეები იყვნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ქალბატონი მანანა კობახიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ლევან იზორია და საზოგადოებრივი 20-30-ის წევრი პოლიტოლოგი მათე გაბიცინაშვილი. როგორია ვეტერანების მიმართ დღევანდელი სახელმწიფო სექტორის დამოკიდებულება, რა მდგომარეობაა მათი სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ხდება თუ არა ვეტერანთა რეინტეგრაცია და როგორია ხელისუფლების პოლიტიკა ვეტერანებთან მიმართებაში, ამის შესახებ ჩვენ გადაცემის მესამე ნაწილში ვისაუბრებთ. ვეტერანების დაფასება ყველა ცივილური სახელმწიფოსათვის ღირსების თემაა, თუმცა საქართველოში წლების მანძილზე ვეტერანების დისკრედიტაცია და მათზე ზეწოლა მიმდინარეობდა. წინა ხელისუფლებამ მათ მიმართ შერჩევითი პოლიტიკის წარმოება დაიწყო, არასასურველ ნაწილს დევნიდნენ, ურბევდნენ აქციებს. როგორია ვეტერანების მიმართ დღევანდელი სახელმწიფო სექტორის დამოკიდებულება, რა მდგომარეობაა მათი სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ხდება თუ არა ვეტერანთა რეინტეგრაცია და როგორია ხელისუფლების პოლიტიკა ვეტერანებთან მიმართებაში, ამის შესახებ გადაცემის მესამე ნაწილში ვისაუბრებთ. საქართველოში თითქმის არ არსებობს ადამიანი, ვისაც სამწუხაროდ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში ახლობელი არ დაუკარგავს. ხშირად იმით ვინუგეშებთ თავს, რომ სამშობლოსთვის თავდადებული გმირები უფლის გვერდით იკავებენ ადგილს. მაგრამ ვფიქრობთ კი იმაზე, როგორ ვექცევით მათ, ვინც ერთი წამით გადაურჩა ბრძოლის ველზე სიკვდილს. საქართველოში ახლა 70000-ზე მეტი ომის ვეტერანია. უმრავლესობა სხვა კატეგორიის უნარშეზღუდულია და მათი ჯანმრთელობა სამშობლოს კეთილდღეობა შეეწირა. ფიზიკურ ტკივილს, გაუსაძლეს ყოფას, ნაციონალების მმართველობისას ისიც დაემატა, რომ ვეტერანები ბრძოლაში დაღუპული ადამიანებიც კი კატეგორიებად დაიყო. ეს პრივილეგირებული ვეტერანებისთვისაც კი მიუღებელი იყო. ქვეყანა, ხალხი და ხელისუფლება თუ იმით ფასდება, როგორ ექცევა იგი თავის ვეტერანებს, ყოფილი ხელისუფლების დასახასიათებლად ვეტერანთა აქციის დარბევის სულ რამდენიმე კადრით საკმარისია. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ომში დაღუპულთა ოჯახები სრულიად უსახსროდ და უნუგეშოდ რჩებოდნენ. ჩვენს ვეტერანებს არც დღეს ულხინთ, მაგრამ ის ფაქტი, რომ ქვეყანამ, ხელისუფლებამ ღირსება დაუბრუნა, თანაბრად დაიწყო ზრუნვა თითოეულ მათგანზე, ახარებთ და მომავალს იმედით უყურებენ. აღსანიშნავია, რომ პრემიერის განკარგულებით ცალკე სტრუქტურა ჩამოყალიბდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, სადაც კადრები თითქმის მთლიანად ომის ვეტერანებით შეივსო. ბუნებრივია მათთვის ნაცნობი და განსაკუთრებით მტკივნეულია ის პრობლემები, რაც ვეტერანებს აწუხებთ. თუ ისინი ადრე მიტოვებული და მივიწყებულნი იყვნენ, დღეს სახელმწიფო მიდგომა რადიკალურად შეიცვალა და ჯანმრთელობის დაცვა სრულიად არის უზრუნველყოფილი. ომში დაღუპულთა ოჯახები ყოველთვიურად 1000 ლარით ფინანსდება. ეს მათ ტკივილს ვერ შეამსუბუქებს, მაგრამ იმის განცდა, რომ დავიწყებულები არ არიან, ძალიან მნიშვნელოვანია. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობამ ომის ვეტერანებთან შეთანხმებით ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა. გამოიკითხა თითქმის ყველა 70000-ზე მეტი ვეტერანი და მათი სურვილით შეირჩა პრიორიტეტები, რომელიც დაფინანსდა. ვეტერანებს განსაკუთრებული ინტერესი აქვთ სპორტის მიმართ. ამერიკასა და ინგლისში სისტემატიურად იმართება ძლიერთა თამაშები. ეს არის შეჯიბრება სპორტის სხვადასხვა სახეობებში ომში დაჭრილი მეომრებისთვის, სადაც ჩვენი ვეტერანები დიდ წარმატებებს აღწევენ და ყოველთვის ოქროს მედლებით ბრუნდებიან.
წარმოგიდგენთ კვირის 20-ის მესამე ნაწილის მონაწილეებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ქალბატონი მანდა ნაკობახიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ბატონი ჯანდრი უბირია და ვეტერანთა ლეგიონის თავმჯდომარე 20-30-ის წევრი მალხას თოფურია. ქალბატონი მანდანა, თქვენ მინდა პირველი შეკითხვა დაგისვათ, რამდენად მნიშვნელოვანია ვეტერანების დაფასება სახელმწიფოსათვის და როგორი გამოცდილება არსებობს სოფლიოში მათ შორის? პირველ რიგში მინდა ყველა ვეტერანს მივესალმო, იმ ადამიანებს, ვინც იბრძოლა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, დამოუკიდებლობისთვის, უსაფრთხოებისთვის თითოეული მოქალაქის და 70,000-ია ხო დაახლოებით. ეს არის ის ადამიანები, ვის წინაშეც მუდმივად უნდა გქონდეს მადლიერების გრძნობა და ეს უნდა იყოს გამოხატული, რა თქმა უნდა, იმ დაფასებაში, რასაც ხელისუფლება და სახელმწიფო, ასე ვთქვათ, გამოხატავს სხვადასხვა გადაწყვეტილებებით თუ სხვადასხვა ქმედებებით მათ წინაშე. სამწუხაროდ ვერ არიან ეს ადამიანები ისე დაფასებული, როგორც უნდა იყვნენ და როგორც ვისურვებდი, რომ იყვნენ, იმიტომ რომ ჩვენ თუ არ უფრთხილდებით ამ ადამიანებს, ვინც იბრძოდა სამშობლოსთვის, ბუნებრივია, როგორ უნდა გავზარდოთ მაშინ მომავალი თაობა ის ადამიანები, ვისაც სამშობლოს სიყვარული და სამშობლოსთვის ბრძოლა და თავდადება უნდა ჩაუნერგოთ, ხო? ამიტომ ეს მემკვიდრეობითობა უნდა იყოს ჩვენ სწორედ ჩვენი წინაპრების ბრძოლით, მათი დაღვრილი სისხლით აშენებულ და შექმნილ სამშობლოში ვცხოვრობთ. ასე რომ ეს ტრადიცია და ეს დაფასება, ასე ვთქვათ, სამშობლოსთვის თავგანწირული ადამიანების თუ არ შევინარჩუნეთ და თუ არ გამოვხატეთ კონკრეტულ ქმედებებში ცოცხლად გადარჩენილი და მართლა უფლისწყალობით გადარჩენილი ადამიანების მიმართ, ბუნებრივია, მომავალი თაობა ვერ ისწავლის, ასე ვთქვათ, ჩვენგან ვერაფერს და ეს ვალდებულება აქვს ხელისუფლებას. ამიტომ მიმაჩნია, რომ წლების განმავლობაში ის არასწორი მიდგომები და პირდაპირ დაუფასებლობა ამ ადამიანების ღვაწლის, მათი თავდადების და მათი ბრძოლის იყო ხელშესახები და ეს ძალიან უარყოფითად აისახებოდა ბუნებრივია ამ ადამიანებზე. ბატონ ჯანდრი, როგორ შეაფასებთ თქვენ წინა ხელისუფლების დამოკიდებულებას ვეტერანებთან მიმართებაში? სამწუხაროდ წინა ხელისუფლების დროს უფრო წინადაც 94 წლიდან პრაქტიკულად ვეტერანების მიმართ დამოკიდებულება იყო ძალიან ცუდი. ყველა ცდილობდა და მათ შორის ხელისუფლება პირველ რიგში რომ ამ ადამიანებისთვის დაებრალათ თუ რამე ხდებოდა აფხაზეთში, წაგება აფხაზეთის ომის სამაჩაბლოსი და ამისათვის ჭირდებოდათ ვიღაცა, ვისაც დააბრალებდნენ ამ ყველაფერს. აქედან წამოვიდა ყველაფერი და წინა ხელისუფლების დროს თუ რამე შეღავათი უფლება არსებობდა ვეტერანებისათვის 2005 წლის 23 დეკემბერს საახალწლოდ წინა ხელისუფლებამ აიღო და გააუქმა. საერთოდ ღირსება და საერთოდ ვეტერანის თემაზე საუბარი იყო პრაქტიკულად არა აკრძალული, არამედ არა სათანადო დონეზე აყვანილი, იმიტომ რომ არავის არ ჭირდებოდა ვეტერანი, როგორც ასეთი ეს ფენა პრაქტიკულად იყო საზოგადოებაში იმის მივანიშნებელი, რომ ეს ადამიანები არიან ყაჩაღები, ცუდის გამკეთებლები, ამათ სახელმწიფოსთვის არაფერი არ გაუკეთებდია და არაფერი არ შეუძლიათ და ამიტომაც პრაქტიკულად ვეტერანთა სამსახურიც იყო ერთ-ერთი რომელიღაცა უწყების მე რომელიღაცა უწყება, ანუ ესე რომ ვთქვათ, ერთ-ერთი სხვადასხვა სამსახურების შორის დეპარტამენტი იყო. ანუ მიდგომა ნება არ იყო პოლიტიკური და იმის თქმა მინდა რომ 2008 წლის მერე მოხდა რომ 92-13 წლების ვეტერანები და 2008 წლის ომის ვეტერანების გაყოფაც კი შეეცადა წინა ხელისუფლება. თუმცა ჩვენ ვეტერანები ერთმანეთში ამას ვერ ვგრძნობდით და ვცდილობდით ყოველ შემთხვევისთვის რომ იმიტომ რომ ის 2008 წლის ვეტერანებიც იქაც იყო ის ადამიანები, ვინც 91-12-13 წლებში ბრძოლობდნენ აფხაზეთში და სამაჩაბლოში. ამ ადამიანებმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს 2008 წლის აი ამ რამოდენიმე დღიან ომში და მინდა გითხრათ რომ არა ეს გამოცდილი ადამიანები ძალიან სხვანაირადაც შეიძლება დატრიალებოდათ. ჩვენ ვახსოვს ვეტერანების აქცია, რომელიც წინა ხელისუფლების დროს სასტიკად დაარბიეს და რამდენადაც მახსოვს თქვენც იყავით ამ აქციის მონაწილე. ერთ-ერთი დარბეული მეც გახდით და ეხა ბატონი ჟანრის თემა მინდა განვავრცო, საუბარი იყო სხვადასხვა თაობის ვეტერანებზე, რომლის გამიჯვნასაც ძალიან ცდილობდა წინა ხელისუფლება. როგორც დევნილები გაყვას უკაცრავად, ზუსტად ყოფილმა პრეზიდენტმა ისაც იკადრა, რომ დაგვარბიეს და ამერიკის ელჩმა გულწრფელი და სერიოზული მხარდაჭერა გამოგვიცხადა და ეს უნდა როგორმე გადაეფარა, ისაც იკადრა, ყარაულიო ვერ მოარიდეთო, იმდენად რაღაც კეთრიანებად მოგნათლა
თქვენმა კოლეგამ ქალბატონმა და ნუგზარციკლაურმა ალბათ ყველაზე უკადრებელი რაც გამიგია, ესე იგი მაშინ გვცემეს, დაგვარბიეს, გაგვასამართლეს უნამუსოდ, რო ვეღარ მოიფიქრა დაავალეს. მე ხარ არ მგონია იმის ცოდნა იან გილანის ვაჟმა რა დააშავა, ცოდნა საერთოდ ვინა იან გილანი იცოდეს. მაგრამ თურმე იან გილანის ვაჟი გაახსენდა, როგორ რაღაცა დაუშავებია იქ ინგლისში და ჩვენ ვივწავდით მემორიალს. ნუ ეხა აი ამაზე მეტად დაცემა ალბათ უკვე აღარ არსებობს. ეხა რამდენიმე თაობის ვეტერანზე იყო და ხშირად აფრიალებენ ერთ-ერთი 2008 წელს დაღუპული ექიმი გოგა აბრამიშვილის სურათს და რატომ მინდა ეს მაგალითი მოვიყვანო. გოგა აბრამიშვილი, რომელიც მართლა გმირულად დაიღუპა, ეს გახდა პროფესიონალი სამხედრო ექიმი და როდესაც გლორის ჰოსპიტალმა მიატოვა, მიიღო ბრძანება და სწორადაც რომ ევაკუაცია მოახდინა, მან ერთმა გადაწყვიტა, რომ იქნებ კიდევ ვიღაც შემოვიდეს და დარჩა ჰოსპიტალში. ნუ რუსულმა ვერტმფრენმა არ დაინდო და გადაჭრა, მოკლა გოგა, ესე ვთქვათ, დაიღუპა და ნუ ხშირად აფრიალებენ ამ გოგას სურათს, რომ აი 2008 წელს უკაცრავად და გოგა აბრამიშვილი ჩემი მეგობარი, ბავშვობის მეგობარი. იმ ხელისუფლებამ სამსახურიდან გლის ბილეთით დაითხოვა. და ეხლა რამდენად მორალურები არიან ამ სურათს რო აფრიალებენ, ჩემთვის სრულიად გაუგებარი არის, იმიტომ რომ აქ იყო საუბარი ქალბატონმა თქვენ ბრძანეთ რომ ყურადღება არ ექცეოდა. მე ვიტყოდი რომ განსაკუთრებული ყურადღება გვექცეოდა ოღონდ ძალისმიერი სტრუქტურებისგან და საკმაოდ აბსოლუტურად სხვა მიზნებისთვის და ვიყავით აი როგორ თქვა ფაქტია დანაშაულებრივად აღვიქვებოდით რომ ვეტერანი ვიყავით მიუხედავად იმისა რომ არასოდეს არანაირ სამართალდამცავებთან გარდა იმ აღნიშნული მომენტსა მე შეხება არ მქონია ვიუთვლებოდი პერსონა ნონ გრატად უკვე და არა მარტო მე და ბევრი ჩემი მეგობარი და საერთოდ ვეტერანები უფრო ცოტათაც დავამძიმებ სურათ და რეალურად ვიტყვი ახლა მე არც სასამართლოზე ვარ და არც რო ჩვენებას ვარდებ მოდი ესე ვთქვა რომ წინასაარჩევნით ვისაც იკადრეს რომ ვიღაც მართლა ვიღაც გაჭირებული ვეტერანების გაჭირებაზე ითამაშეს და 800 ლარი დაუნიშნეს მენაგვის ხელფასი რაღაც საოფისები შეუქმდეს რა რომ აი ხელისუფლების ხარდაჭერი ვეტერანი შექმნეს ესე ბუნებრივად და ნუ ახლა დასუფთავების სამსახურში ხო არა იყვანეს? კი, არა, აიყვანეს არა, სიმბოლურად ეს ხელფასებს იღებდნენ თორე ხა და რაღაც პატარა ოფიცერებს გივით არ გამაძა ხელმძღვანელობდა ამას არ ჩვენია. საჩვენებლად არა, უფრო ამ ადამიანების გადასაბირებლად ესე ვთქვათ და ნუ ამ შემთხვევაში ყველაზე სუსტი წერტი და ეს ურჩი ვეტერანები იმდენად დაგვსაჯეს რომ ვეტერანებზე გამოიყო ბავშვებისთვის წიგნები შვილებიანად დაგვსაჯეს ჩვენთვის ურჩივედ ესე ვთქვათ ჩვენ ბავშვებისთვის არ გამოიყო ეს წიგნები. რატომ სჭირდებოდა წინა ხელისუფლებას ვეტერანებთან ომი? შეიძლება ომიც კი უწოდოთ ამ პროცესს. იცით რა არის დეკლარირებული არაერთხელ ქონიათ რომ და რამდენჯერმე მეშა თავხელიძეს დაცდა ადრე ამას წინათ ერთ ახალგაზრდას დაცდა რომ ნოემო იმიტომ ატარა 40 წელიო ებრაელებიო რომ ის თაობა უნდა გაწყვეტილიყო რა და რაღაც გასაწყვეტ თაობათა ნუ ეხლა ამ ხმამღლა თაობა ვიყავით ისეთი ეხლა არა ვარ დარწმუნებული რომ ძალიან დიდი განათლებით გამოვირჩევით სულ ყველა მაგრამ ხა მართლა უმაღლეს დამთავრებულები აი შვენიერი მეცნიერებათა აკადემიაში იყო რამდენიმე ვეტერანი რა უბრალოდ ზედმე რაღაც ისეთ თაობა ვიყავით რომ თან შეიძლება კომპლექსიც აწუხებდათ ეხლა ასაკით ერთი ვართ მე მიშა მაჭავარიანი მიშა სააკაშვილი ეხლა რას აკეთებდნენ ომის დროს კითხვა რომ დაუსვა ხო საკმაოდ უხერხულ მდგომარეობებში და გია ბარამინძე ყავთ მაგალითად რომელიც ვაპატიებდა ისეთი ვეტერანი მხოლოდ კამერების წინ იყო ვეტერანი რა და ერთადერთი მაგალითი ყავთ თავიანთ რიგებში ხო ხო და ეს მაგათთვის ძალიან სერიოზული პრობლემა იყო რა ალბათ კომპლექსად წარმოუადგენდით რა მაგათ რაღაცნაირ სირცხვილსაც შეიძლება მე ესე ვხსნი იმიტომ რომ მართლა რა დაუშავეთ ხა ყველანაირად გვინდოდა რომ ყოფილიყავით ჩართული ჩვეულებრივად იმ პროცესებში სახელმწიფო შენებლობაში ხა 2008 წელს ერთ წუთს არავის არ მოსვლია თავში აზრად რომ სააკაშვილის ომია საქართველოს ომი იყო და ყველა ვეტერანი ვისაც რა შეგვეძლო ვცდილობდით მონაწილეობა მივიღო და მივიღეთ კიდევაც და ჩვენი რიგებიდანაც დაიღუპნენ ადამიანები და მათთვის აი ვიყავით ადამიანები რომლებიც აი უკვე ყველანაირად ზედმეტობას წარმოადგენდით და ნუ როგორც რაც შეიძლება რომ ეს ხდება გარკვეული მედია საშუალების მხრიდან აი ამ კამპანიის გაგრძელება ვეტერანების ღირსების შესახებ ჩვენ გვახსოვს ერთ-ერთი შემთხვევა თუ არ არის აი მაგაზე ვიტყვი ეს ჩემთვის ძალიან მყინეული იყო არ დავასახელებ თქვენ არ გიყვართ ჟურნალისტებს თუმცა სხვა მედია კამპანიაზე მედია პრობლემაზე რაღაცას ვიტყვი იკადრეს ისეთი უკადრებელი ეხლა რაც არ უნდა მოხდეს შეიარაღებულ ჯარისკაც არ უნდა მიაყენოს შეურაცხყოფა მით უმეტეს თუ ის მას არ ეკუთვნის არანაირად
მცირეწლოვანი ბავშვების გაუპატიურება მიაწერეს ქართულ ჯარს ცენტრალურ აფრიკაში. ეს იყოს საშინელი უბრალოდ ისაც ვერ გათვალეს, რომ ის პერიოდი აიღეს ამისთვის. მართლა იყო ესეთი შემთხვევები, ოღონდ არა ქართული ჯარის მიერ, არამედ ფრანგული ჯარის მიერ, მართლა იყო ესეთი შემთხვევები და ისაც ვერ გათვალეს, რომ იმ პერიოდში მოიხსენეს, როდესაც ქართული ჯარი იქ არ იმყოფებოდა. ანუ და ამას დავამატებ კიდე საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის სიტყვებს, რომ არა ქართული ჯარისკაცები ჩვენ გაგვიჭირდებოდა სამშვიდობო მისიის ჩატარება ცენტრალურ აფრიკაში. თავი გამოიჩინეს იმის მაგალითად რომ რაღაცა დადებითი თქმულიყო, შეთხზეს გაუგონარი დანაშაული. არარსებული და გაუგონარი, ნუ ეხლა ხო, ამის შეფასება ნამდვილად რთული იქნება ბატონო ჯანდრი, გარდა იმისა რაც ხდებოდა და რაზედაც ალბათ საკამათო პროცესიც კი არ არის. დღეს რაში გამოიხატება სახელმწიფოს მხრიდან გაუმჯობესება ვეტერანებთან მიმართებაში, ან ყურადღება რაში გამოიხატება ვეტერანებთან მიმართებაში? პირველი რაც მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ შეიცვალა მიდგომა და ვეტერანის ღირსების აყვანა დაიწყო პირველ პლანზე. რასაც გამოიხატება იმაში, რომ ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის შექმნა შეუცვალა სახელი და აიყვანა პირდაპირ მთავრობის დაქვემდებარებაში. ამით შეიცვალა მიდგომაც და იმის მერე რაც დაინიშნა ბატონ ირაკლი შიხიაშვილი, მე ამას აუცილებლად უნდა ვთქვა, დაიწყო რა, რომ შეიქმნა სოციოლოგიური კვლევა კითხვარი, სადაც დაახლოებით 70,000-მდე ვეტერანმა მიიღო მონაწილეობა ამ კითხვარის შევსებაში. სადაც ადამიანს შეეძლო ჩაეწერა ის თუ რა პრობლემაა კონკრეტულ ადამიანს და არა როგორც ადრე ხდებოდა ზოგადად ერთი რაღაც გადაწყვეტილება ვიღაცას მოვიდოდა თავში და იღებდნენ ამ გადაწყვეტილებას. შეიქმნა კითხვარი, კითხვარმა დაალაგა ის პრობლემები, რაც არსებობდა. ეს არის პირველი ჯანდაცვის მიმართულებით, ეს არის ფსიქოსოციოლოგიური რეაბილიტაცია, მეორე არის დასაქმება არა მარტო ვეტერანებში, არამედ დიახ, რა გაკეთდა? გაკეთდა პირველი, ეს აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ საქართველოში არის 17 ოქტომბერი ვეტერანების დღე. არის დენდროპარკში გამოყოფილი ტერიტორია, სადაც დაახლოებით 2000-ზე მეტი ხე არის უკვე დარგული თითეული ომში დაღუპული ვეტერანის სახელზე და ეს გაიზრდება სამწუხაროდ ჩვენ 4000-ზე მეტი დაღუპული ვყავს აფხაზეთში და სამაჩაბლოში. შემდეგ გაკეთდება ის, რომ ყველა ვეტერანს ვისაც ჭირდება მაღალი კომპიუტერული ტომოგრაფია, MRI, MRT, მოდიან ვეტერანთა სამსახურში და ქართულ-ამერიკულ კომპანიაში იღებენ ამ მომსახურებას სრულიად უფასოდ. თქვენ იცით საყოველთაო ჯანდაცვის შესახებ, ეს მართლა ძალიან განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამას, იმიტომ რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩაიწერა ვეტერანის სიტყვა და სახელმწიფომ კიდევ ერთხელ აღიარა, რომ მას ყავს ესეთი მიმართულება, ყავს ესეთი ადამიანები, საზოგადოების წევრები და იქ არის ვეტერანთა პაკეტი, ძალიან განსაკუთრებული პაკეტია სხვა ადამიანებთან შედარებით. ვეტერან შემდეგ რა გაკეთდა? გაკეთდა ის, რომ პენსიებსა და აკადემიური სტიპენდიების შესახებ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება და სამხედროებს, ვინც ღებულობდნენ პენსიებს, მოემატათ პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაორმაგდა კომპენსაციების რაოდენობა. 2014 წელს 500 ლარიანი ერთჯერადი დახმარება ყოველთვიური დაინიშნა ომში დაღუპულის ოჯახის წევრებს. წელს ეს 15 წლიდან არის 1000 ლარამდე გაზრდილი. ამის გარდა ვეტერანთა სამსახურს აქვს გარკვეული თანხები იმისათვის, რომ კონკრეტულ ვეტერანს დაეხმაროს მედიკამენტების ყიდვაში. ანუ ის, რასაც არაფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, ეს არის კომპიუტერული ტომოგრაფია, არა იმ შემთხვევაში თუ არის გადაუდებელი, ჩვენ ამას ვაკეთებთ ვეტერანთა სამსახური. ამის გარდა შეიქმნა ვეტერანთა საკონსულტაციო საბჭო იმ ადამიანებისგან, ვინც ომის პერიოდში იყვნენ აი ამ ვეტერანების კონკრეტული ჯარისკაცების ხელმძღვანელები, სადაც ყველა თემა, ყველა რაც დაიგეგმება მომავალში ვეტერანებისათვის იყოს ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი და გავლილი. ყველა ვეტერანისთვის ასევე რა გაკეთდა კონკრეტულად. ჩვენი ბაზა შეიქმნა და ვიცით რა მიმართულებებით უნდა იმუშაოს სამსახურმა. 15000-ზე მეტმა ვეტერანმა გამოხატა სურვილი იმისათვის, რომ მიიღოს პროფესიული გადამზადებაში მონაწილეობა. ჩვენ განათლების სამინისტროსთან ერთად ხელი მოეწერება ამ დღეებში მემორანდუმს, სადაც შევქმნით უფასოდ, რა თქმა უნდა, კონკრეტული პროფესიული გადამზადების მიმართულებას ვეტერანებისთვის და მათი შვილებისთვის. მრავალი გამოფენა ომის ვეტერანების მიერ
ნამუშევრების გამოფენა გაკეთდა საქართველოში, თბილისში, სადაც ყოფილი მეომრები არიან, მხატვრები მათ შორის და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები და აქ მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პოლიციელებს მივულოცო დღევანდელი დღე, ვინაიდან ჩვენს ვეტერანებში არიან როგორც ყოფილი პოლიციელები, ესევე დღევანდელი მოქმედი პოლიციელები, უსურვობთ ჯანმრთელობა და ერთიან ძლიერ საქართველოში ცხოვრება. ბავშვებისაც აუცილებლად მინდა ვთქვა, ჩატარდა კონკურსი, შერჩევითი კონკურსი უпростоრად 6-დან 18 წლამდე ბავშვების და ხელოვნების სკოლაში ეს ბავშვები ღებულობენ, სწავლობენ უკვე 35 ბავშვი შეირჩა აქედან. ანუ კონკრეტულად თითოეული ვეტერანი უკვე იცის, არის ასევე ცხელი ხაზი, უფასოდ დიახ, უფასოდ იღებენ განათლებას. ჩვენ გვაქვს ცხელი ხაზი და ანუ ვეტერანს უკვე შეუძლია მივიდეს ვეტერანთა სამსახურში და ნებისმიერ თემაზე ისაუბროს, ნებისმიერ მის პრობლემაზე. მათ შორის არიან ჩვენთან ვეტერანი დევნილები, იცით ჩვენ როგორც სამაჩაბლოდან, ისევე აფხაზეთიდან. ჩვენ ესე იგი ჩვენ არაერთხელ დავბრუნდებით ამ თემას, ბატონო ჯანდრი, იმიტომ რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი თემა არის ამ დღევანდელი დღესთვის ჩვენ გვინდა უპირველეს ყოვლისა გვეჩვენებინა სახელმწიფო როგორ გრძნობს თავის ვეტერანებს. ვეტერანების ღვაწლი ხშირად დაუფასებელია, ხშირად სრულიად ჩვეულებრივ ყოველდღიურ ეპიზოდებში ხვდებით მათ და შესაძლოა არც კი ვიცოდეთ თითოეული მათგანის უკან რა ღვაწლი შეიძლება იყოს. სურს წარმოგიდგინოთ სოციალური რგოლის სატელევიზიო პრემიერა, რომელიც სწორედ ჩვენს ვეტერანებს ეხება. დღევანდელი ჩვენ გადაცემა იმითი არის გამორჩეული, რომ დღეს ჩვენ ბევრი მადლობის თქმა გიხდება, როგორც პოლიციის დღესთან დაკავშირებით, ქართველი პოლიციელების მიმართ, ასევე ჩვენი ვეტერანების მიმართ. იმედი მაქვს, რომ ჩვენს სახელმწიფო უპირველეს ყოვლისა განსაკუთრებით დააფასებს ამ ადამიანებს და თითოეული ჩვენგანი საერთოდ გადავალთ იმ რეჟიმში, როდესაც ჩვენ ქვეყანაში ადამიანები ურთიერთდაფასების და ურთიერთმადლიერების რეჟიმში ცხოვრობენ. დიდი მადლობა ჩვენი გადაცემის მონაწილეებს. შეგახსენებთ, კვირის 20-30-ის მესამე ნაწილის მონაწილეები იყვნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ქალბატონი მანდანა კობახიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ბატონი ჯანდრი უბირია და ვეტერანთა ლეგიონის თავმჯდომარე 20-30-ის წევრი მალხაზ თოფურია. ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასრულებულია. თქვენ უყურებდით საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუს კვირის 20-30-ი. შევხვდებით მომავალ კვირას 20-სა და 30 წუთზე. მნიშვნელოვანი მოვლენებისა და საინტერესო თემების ანალიზით. კარგად გრძანდებოდეთ.